პროკურორის გაწევის ფაქტზე. ამას ეხება რასთან დაკავშირებით. ეს კადრები ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში დღეს საღამოს არის გადაღებული, სადაც მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. პროკურატურის უწყება უმცირესობის ერთ-ერთ წევრს კახა ბუცხრიკიძეს ჩააბარეს და ხელმოწერი დაადასტურებინეს, რომ დაკითხვაზე მისვლის შესახებ შეტყობინება ოფიციალურად ჩაიბარა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, დეპუტატები გიორგი ღვინიაშვილი და კახა ბუცხრიკიძე პროკურატურაში დაიბარეს. საღამო მშვიდობის ეს დიდი პოლიტიკა, მე ინგა გრიგოლია ვარ. დაკითხვაზე უმცირესობის დეპუტატები მოწმის სტატუსით ხვალ უნდა მივიდნენ. საქმე ეხება გიორგი ღვინიაშვილის ქალაქ თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მომხდარ სანდრო გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ფაქტებს, ხოლო ბუცხრიკიძის შემთხვევაში სასჯელ ახსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ სასჯელის მოხდისას საპატიმრო დაწესებულებების უკანონო დატოვებისა და მათთვის აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტებს. დაკითხვაზე დაბარებულ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს იმუნიტეტი იცავს, თუმცა ღვინიაშვილი ამბობს, რომ ის დაკითხვაზე პროკურატურაში მაინც გამოცხადდება. შიმშილობა მასობრივი ხასიათი მიიღო. უკვე მეორე დღეა 1000-ზე მეტი პატიმარის საკვების მიღებაზე უარს ამბობს. პროტესტის უკიდურესი ფორმა მსჯავრდებულების მხრიდან და მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც შეუძლებლად მიიჩნევს სასჯელ ახსრულების მინისტრი. შიმშილობს ყველა, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ისინი, ვისაც სასჯელის მოხდამდე რამდენიმე წელი დარჩა. სამწუხაროდ სამინისტროს აღარ შეუძლია გარდა იმისა, რომ ეხება მიზეზად დამხმარება. სამუდამო მისჯილი პატიმრების შესახებ მთავრობა ახალი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. გადახედავენ თუ არა საქმეებს, რომელზეც ბრალდებულებს მთელი ცხოვრება ციხეში ყოფნის განაჩენი აქვს გამოტანილი. 4 დღე ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადებიდან პროკურატურა უარს ამბობს გამოიძიოს ექს-პრემიერის მიერ გახმაურებული საკნიდან გატაცების სენსაციური ფაქტი. ეს სერიოზული უწყებაა და ასეთი არასერიოზული განცხადებებისთვის არ ვრცალია. ვანო მერაბიშვილი არის რიგითი პატიმარი და არაფრით გამოირჩევა სხვა პატიმრებისგან. ზუსტად იგივე პრივილეგიით სარგებლობს, როგორც ათასობით სხვა პატიმარი. საპირისპიროს აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რომელიც ფიქრობს, რომ პატიმრების განცხადებებს სერიოზული მიდგომები სჭირდება, რაც აპირებს პარლამენტი და მოითხოვს თუ არა მთავარი პროკურატურისგან ამოღებული იქნას ვანო მერაბიშვილის საკანთან დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. რამდენი დღე რჩება სერვერზე ჩანაწერების წაშლამდე და რატომ ამბობს უარს პროკურატურა გაასაჯაროოს ის, რაც პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების მიზეზი გახდა. დღეს ტოკ-შოუში დიდი პოლიტიკა, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმეები, ეკა ბესელია და დავით ბაქრაძე, უმრავლესობა და უმცირესობა საკუთარი არგუმენტებით. ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად კვლავაც აირჩია დაპირისპირება და შურისძიების გაგრძელება. პროკურატურა ამკმაყოფილებს ყველაზე მაღალ დასავლურ სტანდარტებს, იმიტომ რომ საგანგებო ყურადღება ბუნებრივია იქნება მიქცეული სწორედ ამ შემთხვევებზე, სადაც ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იყოს პოლიტიკური დევნა. დღეს საღამოს 8-ზე ერთად გავაანალიზოთ ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენები. იყვებით ყველაფერზე, იჩვენებთ ყველაფერს. ძველი თბილისის გამგებლის ლაშა ფურცხვანიძის და მისი მოადგილი ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის დაპატიმრება. მეორე დღეს ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება ახალი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მუქარებზე და მატროსოვის ციხიდან შუაღამით საათში გადაყვანაზე. მესამე დღეს გიგი უგულავას დაბარება პროკურატურაში 48 მილიონის თაობაზე და დღეს უკვე ნაციონალური მოძრაობის კიდევ 2 დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის და კახა ბუცხრიკიძის დაბარება გირგვლიანის საქმესა და მის გამო პატიმრებულთათვის აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტზე. ეს მთელი კვირის ქრონოლოგია. პროკურატურამ როგორც ჩანს, ბევრი მიმართულები დაიწყო გახმაურებულ საქმეებზე, ხელახალი გამოძიებები და ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარებები. დაკითხვაზე ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ დევნაზე დღეს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. მე ნამდვილად არ მჯერა ამ პროკურატურის მიერ ნაწარმოები გამოძიების, მაგრამ ვინაიდან გირგვლიანის საქმე საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მე გამაჩნია იმუნიტეტი და შემიძლია
შეუძლია არ გამოვცხადე პროკურატურაში გამონაკლისის სახით აუცილებლად გამოვცხადები, რათა ხელისუფლებას ამ თემაზე სპეკულაციის საშუალება არ დავუტოვო, აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი. რაც შეეხება კახა ბუცხრიკიძეს, იგი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო. ამჯერად კი ნაციონალებიდან თერჯოლის მაჟორიტარია. ერთი საინტერესო დეტალი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბუცხრიკიძეს ბრალდება ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა წაუყენა და განაცხადა, რომ ციხის სკანდალურ კადრებში, სადაც პატიმართა წამება იყო ასახული, თითქოს ბუცხრიკიძის ხმა ისმოდა, რის გამოც ბუცხრიკიძე დავითაშვილის ჩივილი დაემუქრა. ნაციონალური მოძრაობა დღეს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მოტივით დაგეგმილ სადამსჯელო კამპანიაზე. დღევანდელ გადაცემაში მთელი კვირის მანძილზე განვითარებული პროცესების შეფასებას უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან ერთად შევეცდებით. ოდნავ მოგვიანებით ჩვენს შეკითხვებს უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უპასუხებს და ალბათ გვეტყვის, რატომ მიაჩნიათ მათ, რომ ამ გახმაურებულ საქმეებზე არ უნდა დაიკითხო ყოფილი მაღალჩინოსნები. მანამდე კი გადაცემას ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკაბესელია გახსნის. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან ვრცელი იყო ჩვენი შესავალი, თუმცა შევეცადეთ, რომ უფრო დეტალურად მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის ის ამბავი, რის გამოც ხვალ უნდა მივიდნენ პროკურატურაში. ამჯერად უკვე ბატონი გიორგი ღვინიაშვილი და კახა ბუცხრიკიძე. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყოს სწორედ ამ თემებით. რა ხდება ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს არის პირდაპირი პოლიტიკური შეტევა, ეს არის პოლიტიკური მოტივებით სადამსჯელო სპეცოპერაციები ოპოზიციაზე. დავიწყოთ იმით, როგორ დაიწყო დაუშვა ძველი თბილისის გამგებლის დაკავება, მისი მოადგილი ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრის, შემდეგ მერაბიშვილმა თქვა, რომ მას თავზე ჩამოაცვეს და მიიყვანეს და პირადად ფარცხალაძე დაემუქრა, შემდეგ იყო უკვე უგულავა გუშინ პროკურატურაში და ხვალ ღვინიაშვილი და ბუცხრიკიძე. აქ თუ არა მათ ლეგიტიმური უფლება თქვან, რომ მათზე დევნა ხორციელდება? დავიწყებ იმით, რომ ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო და რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის არის პრიორიტეტი ათასობით ადამიანის შელახული უფლების აღდგენა. როდესმე უნდა დაწყებულიყო გამოძიებები ამ ფაქტებზე, რომელიც ხდებოდა წლების განმავლობაში. ის, რაცაც ახლა აკეთებს პროკურატურა, ეს არის მისი მოვალეობა გამოიძიოს ის საქმეები, რომელზედაც არსებობს ძალიან დიდი მოლოდინი და მოთხოვნილება. ეს არის ის გაგრძელება, რა გადაწყვეტილებაც რამდენიმე დღის წინ მიიღო პარლამენტმა. მე შეგახსენებთ ქალბატონო ინგა, რომ სწორედ წინა კვირას პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა დასკვნა, რომელიც მოვამზადეთ ჩვენ და რომელთაც შეფასება მივეცით 2004-12 წლების ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ შემთხვევებს და მივეცით რეკომენდაცია პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე, ყველა ძალადობრივ ფაქტზე, ყველა წამების კონკრეტულ შემთხვევაზე მომხდარიყო რეაგირება. ეს არის ის ჩარჩო, ის გზავნილი, ის დავალება, რომელიც პარლამენტმა მისცა აღმასრულებელ ხელისუფლებას. ერთ-ერთი მათ შორის, იმიტომ რომ ამის გარეშეც, რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვს ვალდებულება ამ ფაქტების გამოძიება მომხდარიყო. მე მესმის, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ერთადერთი რამ უნდა მოიშველიოს ფარად, ეს არის რომ თქვან, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, მაგრამ დაკარგა მე ვფიქრობ ამ სიტყვებმა ფასი, იმიტომ რომ ის რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა და თავადაც ამბობენ, რომ რბილად კი ამბობენ, რომ შეცდომებს უშვებდნენ. ეს შეცდომა კი არ იყო, ეს იყო უმძიმეს დანაშაულობები. ამაზე ხო ვიღაცეები პასუხისმგებელნი არიან. არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი აქვს იმ ადამიანს დღეს, რა თანამდებობაზე იქნება, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენი გუნდის წევრი იქნება, თუ ყოფილი თანამდებობის პირი იქნება, ყოფილი პრემიერი იქნება, თუ ყოფილი მინისტრი იქნება, თუ ამჟამინდელი მინისტრი იქნება, მხილებულია რაიმე დანაშაულში ადამიანის უფლებების დაცვა ნიშნავს იმას, რომ როდესაც ის ირღვევა, პასუხისმგებელი პირი უნდა გამოაჩინოს პროკურატურამ, წარმოაჩინოს, გამოიძიოს და პასუხისმგებაში უნდა მისცეს. მე მთელ რიგ შეკითხვებს დაგისვამთ, მაგრამ ერთი თუ შეიძლება ვიდრე კონკრეტულად აი ამ ადამიანების დაბარებებზე და დაკითხვებზე ვისაუბრებთ, თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ მივეცით რეკომენდაცია პროკურატურას. ანუ, როდესაც პარლამენტი აძლევს ასეთი ტიპის რეკომენდაციას, ეს ნიშნავს, რომ აუნთეთ მწვანე შუქი საქართველოს პარლამენტიდან უმრავლესობამ დაჭერებს. პირდაპირ დაჭერებს არა, პირდაპირ მივეცით დავალება, იმიტომ რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ ეს რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. რამდენადაც დაგროვდა, მართლაც 1 წლის განმავლობაში იყო
ჩემთან კომიტეტში 13000 განცხადება შემოვიდა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა იყო ბოლო წლებში ჩადენილი დანაშაულობების ამსახველი ფაქტები და ჩვენ უკვე ვიყავით ვალდებული შეგვეჯამებინა ეს ინფორმაცია, რაც დაგროვდა პარლამენტში, კომიტეტში და მოვამზადეთ ის დასკვნა, რომელიც წარუდგინეთ პარლამენტის ბიურომ და მან დაამტკიცა ეს დასკვნა. ჩვენ ვთქვით, რომ იყო სისტემური დანაშაულობები და ძირითადად ეს ხდებოდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, წამების და არაადამიანური მოპყრობის, პირად ცხოვრებაში ჩარევის, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფით, საკუთრების უფლებების დარღვევით, რამდენიმე კონკრეტული ფაქტებით შევწერეთ და მივეცით რეკომენდაცია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა ვალდებულია, რომ ეს ფაქტები გამოიძიოს და დაადგინოს, ვინ არღვევდა ადამიანის უფლებებს. ასე რომ, ახლა დანიშნული მთავარი პროკურორი, რომელსაც ჩვენ ყველანი ძალიან დიდი იმედით უყურებთ და მოლოდინით, ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც ყავს პროკურატურას და მე ვამბობდი ცოტა ხნის წინ, რომ ახალ ეტაპზე გადადის პროკურატურის მუშაობა, ბევრი სამდურავი იყო პროკურატურის მიმართ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ, მოლოდინები ძალიან მაღალი იყო, ასე რომ უნდა მივცეთ საშუალება პროკურატურას იმუშაოს და სასამართლო არის ის ორგანო, ის სისტემა, ის ინსტიტუცია, რომელიც საბოლოოდ დაადგენს ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება. ეს პოლიტიკური დევნა თუ ეს არის სწორედ სამართლის აღსრულების პროცესი და ვაცადოთ სასამართლოს, მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მშვიდად უნდა იყვნენ ჩვენი ოპონენტები, იმიტომ რომ ეს ის სასამართლოა, რომელსაც სათავეში ჯერ კიდევ ყავს ადამიანი, რომლის ძმა მათი გუნდის წევრია, ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც წლების განმავლობაში გამოქონდათ ისეთი განაჩენები, რომლის მიმართაც ასევე იყო კრიტიკული დამოკიდებულება და ეს ის სასამართლოა, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ პოლიტიკური წნეხისგან. ეს არიან ისინი კუბლაშვილის გავლენის ქვეშ, როგორ ვიცი არიან თუ არა გავლენის ქვეშ, ვერ ვიტყვი რომ არ არიან მისი გავლენის ქვეშ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ არ არიან ჩვენი ხელისუფლების გავლენის ქვეშ. მათ აქვს სრული თავისუფლება დღეს მაინც სამართალს ემსახურონ და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათი შინაგანი მრწამსის და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იქნება. როდესაც ერთი ქილა, არ ვიცი, კონსერვის თუ ერთი ცალი შოკოლადის გამო ადამიანებს 7, 10 და 14 წელს უჟიდნენ. უკაცრავად, მაგრამ 40 მილიონის გაფლანგვაზე და მითვისებაზე, როდესაც არის ლაპარაკი, შეიძლება რომ შენ თავს უფლება მისცე და თქვა რომ არა, მე აქ ვიდგები და ფეხსაც არ მოვიცვლი. ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ეჭვის საფუძველი შეიქმნებოდა საჯარო მოხელის მიმართ. და ბრალდებას წარუდგენდნენ კორუფციულ დანაშაულში ან სამოხელეო დანაშაულში მით უფრო, როდესაც მილიონობით ლარის გაფლანგვაზე და მითვისებაზე არის საუბარი. ის თანამდებობის პირველი, რასაც გააკეთებდა პასუხისგებლობის მატარებელი თამოყვარე პირი, თავად გადადგებოდა და იტყოდა, ჯერ დავამტკიცებ საკუთარ უდანაშაულობას და მერე გავაგრძელებ უგულავას გულისხმობს. ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე უბრალოდ ლაპარაკობ ამ საკითხის მორალურ მხარეზე. სასამართლოს გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ვიცი, პროკურატურა დაპატიმრებას ითხოვს, ჩვენ არ ჩავერევით სასამართლოში, არავინ თავის თავისუფლებას არ მისცემს, რომ სასამართლოს უკარნახოს რა უნდა გააკეთოს, გადაწყვიტოს ისე, როგორც ამას კანონი და სამართლიანობა მოითხოვს, მაგრამ მე ვლაპარაკობ ამ საკითხის მორალურ მხარეზე. კი ბატონო, თუმცა მორალური მხარე იქით რომ გადავდოთ, მოდით მე შეგახსენებთ იგივე უგულავას გუშინდელ განცხადებებს, იგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩემი დისკრედიტაციისთვის, ეს ბრალდებები, ვინაიდან ივანიშვილმა დაუტოვა ქართულ ოცნებას და ამით თავად ქართული ოცნება ჩააგდო ძალიან მძიმე დღეში, პონი, რომელიც უნდათ რომ გაასაღონ და ჩემი დაპატიმრებით, ჩემი განეიტრალებით, ჩემი დისკრედიტაციით უნდათ რომ ამის ხარჯზე მერი გახდეს ნარმანია. ასეთი არის მოქმედი მერის შეფასება დედაქალაქის მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფა იმ გამონათქვამებით, როგორითაც გუშინ გამოირჩეოდა კიდევ ერთხელ ბატონი უგულავა, პონია თუ კალიგულას ცხენი თუ არ ვიცი ხა რომელიმე კიდევ მსგავსი სინონიმი შეიძლება გაიხსენოს მან და თუ ამ სიტყვებით საუბრობს ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს მისი წირი და მდაბალი კულტურის მაჩვენებელია, მაგრამ ერთი რა და ამიტომ ამაზე კომენტარიც არ ღირს ალბათ ხა ეს ისეთი დაბიოდონის გამონათქვამები, ამაზე არ უპასუხებ, მაგრამ სხვა რამ მომხდა მე ცუდად გუშინ. აი გახსოვთ თქვენ მან თქვა რომ ყველა ერთადო გადაიქცნენო პოლიციელებათო.
და რა პოლიციელი რა არის სალანძღავი სიტყვა უგულავესთვის ნუ ამ შემთხვევაში ალბათ მან იგულისხმა დამსჯელებად ასე პოლიციელი დამსჯელი არ არის მან ბევრი სისულელე თქვა გუშინ პირდაპირ გეტყვით და ერთ-ერთი იყო ეს ძალიან არაკორექტული ნათქვამი ხა ის პოლიცია ჯერცეთ ის პოლიცია არა რომელიც იყო იმ პერიოდში როდესაც უგულავა 7 ნოემბერს მოდიოდა გამარჯვებული სახით და იმ კოლექტიური გინების ფონზე ტონს აძლევდა ეს ის პოლიცია არ არის და ესეც რომ იყოს ღმერთთან უქნას რომ ეს პოლიცია იყოს მაგრამ მისი შეფასებითი კატეგორიები გუშინ განსაკუთრებით იყო ნუ არ ვიცი ყოველგვარ კონტექსტს მოკლებული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული მაგრამ ნუ მესმის ახლა შეიძლება ემოციური ფონია თავარი აქ არის სხვა რა არ ვიცი ვინ იქნება კიდევ დაბარებული მოწმის სახით და ვინ იქნება შემდეგ ბრალდებული შემდეგ ეტაპზე როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი სახელი და გვარი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში რომლის მიმართ კითხვები არსებობს მაგრამ თლიანობაში მინდა ამ ყველაფერს შეფასება მივცე თუ ვამბობთ რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა წლების განმავლობაში და ამაზე ყველას საუბრობდით თქვენი გადაცემებით ძალიან ბევრი მახსოვს და სხვა ფორმატით სადაც მუდმივად იყო ამას საუბარი თუ ამბობთ რომ ადამიანები გახდნენ მსხვერპლნი სისტემის ეს ხო ეს აბსტრაქტულად არ ხდებოდა ეს კონკრეტული პიროვნებების ხელით ხდებოდა ჩვენ ალბათ ძალიან შორს ვერ წავალთ და რიგით ადამიანამდე ვერ მივალთ იმიტომ რომ აქ თავარი არის გამსაზღვროთ სისტემური დანაშაულის შემოქმედი ვინ იყო და მთავარი მონაწილეა ნამსრულებელი თავში ამ ყველაფრის იდგა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი მე თქვენს ეთერშიც მისაუბრე ამის თაობაზე ქაუტვენგა და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი პოზიცია რომ იმაჩნია რომ ის აი დიდი და ესეთი ყველაზე ძალადობრივი ალბათ და უსამართლო სისტემის სათავეში იდგა და შემდეგ მოყვებოდნენ უკვე ის მსხვილი კალიბრის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც იმ პერიოდში გადაწყვეტილებებს იღებდნენ და საკვანძო ფიგურების თანამდებობებზე იყვნენ. ამ ადამიანების მიმართ ბუნებრივია არსებობს ეს კითხვები, როდესაც იგივე გირგულიანის საქმეზე ევროსასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილება და თქვა, რომ ხელისუფლების ყველა შტო მონაწილეობდა ამ ერთი ადამიანის გასანადგურებლად, მან თქვა, რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო იყო ერთი პოლიტიკური ინსტრუმენტი. ვინ იდგნენ ამ ყველაფრის სათავეში? ის პირები, ვისაც დღეს ბრალი აქვს წაყენებული. როდესაც 26 მაისზე ვსაუბრობთ, ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, უმძიმესი კადრები. აი, ავიღოთ ნებისმიერი ადამიანი, მურმან დუმბაძე, რომელიც საშინლად აწამეს, ლუკა კურტანიძეს რა უქნეს. ნებისმიერი, აი, დავანებოთ ცნობილ სახელს და გვარს თავი. თუნდაც აი ეს უცნობი ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად ჩანს იმ კადრებში, კუთხეში მომწყდაოს, როდესაც გამეტებით ურტყავდნენ. დღეს ბატონ მერაბიშვილს უნდა რომ პოლიციელებზე გადაიტანოს რიგი სპეცრაზმელებზე, რომელთაც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა აკისრია, თუცა ის უკანონო დავალებას ასრულებს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს მისი დავალება არ იყო, რომ სისხლში ჩაეხშოთ აქციის მონაწილეები და პირდაპირ მნიშვნელობით სისხლის გუბეში ეცურავათ იმ ადამიანებს. რატომ არ მივიდა იქ შემთხვევის ადგილზე, როგორც ეს მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, როდესაც ბიბლიოთეკის შენობასთან გახსოვთ თქვენ სააკაშვილის მისვლის დროს, როდესაც საფრთხის წინაშე დადგნენ ჩვენი ოპონენტები და შეჯახების წინაპირობები შეიქმნეს, პირადად მივიდა იქ და ჩაერია. რატომ არ მივიდა პირადად მერაბიშვილი, თუ ეს მისი დავალება არ იყო და როდესაც ის ხედავდა, როგორ იქცეოდნენ სპეცრაზმელები, რატომ არ შეაჩერა ეს პროცესი? კარგი. ეს არ შეაჩერა. იმის შემდეგ თქვენ გახსოვთ რომელიმე სახელი და გვარი, ვინც მან დასაჯა ამ სპეცოპერაციის, ამ სისხლიანი ანგარიშწორების შემდეგ, რომელიმეზე ითქვა პრემიები დაურიგეს ხალხს. პრემიები იმ ჯალათებს, რომელთაც სისხლში გაისვარეს. თუმცა მაშინ იყო იმ ხელისუფლების პოზიცია ის, რომ სახელმწიფოებრიობას ემუქრებოდა საფრთხე და მეორე დღეს იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და რუსთაველზე გამართული ეს აქცია, რომელიც იყო უმძიმესი მე გეთანხმებით ქალბატონო ეკა, საკუთარი თვალით მყავს ნანახი, უამრავი ადამიანი, პლასმას ბორკილ დადებულები, სისხლიანი, როგორ მიყავდათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გეთანხმებით უმძიმესი ფორმები, მაგრამ მაშინ ხელისუფლება
ხელისუფლება ამბობდა რომ საფრთხე ექმნებოდა სახელმწიფოებრიობას. შემცველი ადამიანები, რომელიმე ერთი ადამიანი დააკავეს, ვინც სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნიდა, თუ ამას ამბობს შენ რომ სახელმწიფო მოხელე ხარ რომ მე იმიტომ დამჭირდა იარაღის გამოყენება და მსხვერპლი იყო იქ ხო სისხლი დასულდა ადამიანები ემსხვერპლენ. იმიტომ გამოვიყენე ეს ზალა რომ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების საკითხი იდგა. ერთი ადამიანი დააკავეს, ვინც ორგანიზატორი ან მონაწილე იყო სახელმწიფო გადატრიალების? არა, ეს ძალიან საინტერესო თემაა. მე ამ შეკითხვას აუცილებლად დაუსვავ ბატონ დავით ბაქრაძეს, იგივე დაუშვათ 7 ნოემბერთან დაკავშირებით ის ფაქტები, რაც დაიდო თავის დროზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, რატომ არ იქნა თუ კი რაღაცა ასეთი ტიპის საფრთხეები არსებობდა გადატრიალების და ასე შემდეგ, დაპატიმრებული რომელიმე პირი მაგალითად, მაგრამ მე ერთი კითხვა უნდა დაგისვა. თქვენ ბრძანეთ რომ აი ამ კრიმინალური სისტემის სათავეში იდგა დანაშაულებრივი რეჟიმის სათავეში, როგორც თქვენ ბრძანეთ, იდგა მიხეილ სააკაშვილი. თუ გადავხედავთ, მერაბიშვილი დაპატიმრებულია, ახალაია დაპატიმრებულია, უგულავა ჯერჯერობით დაკითხვაზე ყავდათ, მაგრამ რითი ხო ბრალდებულია. ხვალ უკვე კიდევ ახალი ადამიანები არიან პროკურატურაში დაბარებული და მათ შორის ბატონი ბუცხვიკიძე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ იყო ბაჩო ახალაიას მოადგილე და ანუ იყო ძალიან სერიოზულ მაღალ თანამდებობებზე ამ სტრუქტურებში. ანუ ყველა ეს ადამიანი პროკურატურამ რაღაცნაირად ზოგი ბრალდებულად, ზოგს უწყება გაუგზავნა, ზოგი დაჭერილია. დარჩა ვერტიკალში მყოფი პრეზიდენტი? რა სიტყვით, ანუ გავა პროკურატურა მიხეილ სააკაშვილიზე იმ თქვენი რეკომენდაციებიდან გამომდინარე თუნდაც? მე ხედავ ძალიან მნიშვნელოვან სრულიად შეცვლილი ტიპის პროკურატურას, რომელიც მუშაობს სწორედ იმ სტანდარტით, რაც არის კანონით სწორი და მართებული და აი ამ სტანდარტით რადგან მუშაობს, ამიტომ გონია რომ ის მიდის სწორედ იმ გზით, რომ ჯერ შეიქმნას მტკიცებულებები და არა ეჭვით და ვარაუდით, რომ ჩვენ ლოგიკურად მსჯელობთ ან ვარაუდობთ, რომ ამ ყველაფრის სათავეში დგა ადამიანი, რომლის გარეშეც გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდნენ, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან მოვლენების დროს, როგორიც იყო 7 ნოემბერი და ბოლოს 26 მაისი. ეს არის ჩვენი ლოგიკური, ვთქვათ, ხაზი, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება მტკიცებულებები. პროკურატურა მუშაობს სწორედ იმ გზით და სტრატეგიით, რომ ჩვენ მტკიცებულებები შეიქმნას, ეს არის ზოგადი სტანდარტი და შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, ვის წაუყენო, წარუდგინო ბრალი. ამიტომაც წაიყვანეს ივანე მერაბიშვილი, როგორც ის თავად აცხადებს და ნაციონალური მოძრაობა თავზე გადაფარებული და მიიყვანეს საჩი, სადაც პირადად იყო ახალი მთავარი პროკურორი, რომელმაც მოსთხოვა ზუსტადაც რომ სააკაშვილზე ჩვენების მიცემა მის საბანკო ანგარიშებზე და პლუს ჟვანიას საქმეზე. ეს ძალიან სერიოზული თემაა, რომელიც სხვა შორის გუშინ ხაზი გაუსვა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა დააკავშირა, ესე თქვა, თუ არ ვცდები, შეიძლება ცოტა შევცვალო სიტყვები, მაგრამ შინაარსობრივად რომ ნაციონალური მოძრაობის ისტერიკა გამოიწვია იმა რომ ჟვანიას საქმის ეშინია თუ რაღაც მსგავს. ძალიან კარგი და მე ვიტყოდი ზუსტი კომენტარი ქონდა გუშინ და გუშინ წინაც პრემიერ-მინისტრს, მან ძალიან ლოგიკურად ახსნა мотивация, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამგვარი მე ვიტყოდი რაღაცა პროვოკაციული სცენარის საფუძველი. მე გეტყვით ჩემი შინაგანი განწყობა როგორია, აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერის იმ განცხადებას, რომელიც მან გააკეთა და შეფასებას, რომელიც მან მისცა ამ კონკრეტულ ფაქტს. მე მაქვს პირადად შინაგანი განცდა და ამის დასაბუთებად შემიძლია რატომ აქვს. მე არ მჯერა იმ განცხადების, რომელიც გააკეთა ბატონმა მერაბიშვილმა, თუმცა მეორეა რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ. არ მჯერა გამომდინარე იქედან, ვიცი რა როგორი ტიპის ავანტიურის დამდგმელი და შემოქმედი იყო ის, როდესაც იყო ძალიან მაღალ საპასუხისმგებლო პოზიციებზე. როგორ დგამდა იგივე თქვენი კოლეგების, ფოტოკორესპონდენტების საქმეს, როგორ ამუშავებდა ციხეში მათ და მის ადვოკატებს. მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ახალ მთავარ პროკურორს, რომელსაც თუ კი აქვს დავალება და მით უმეტეს პარლამენტის რეკომენდაციები, გაუჩნდეს ხო მოსაზრება, რომ ვანო მერაბიშვილს შესთავაზოს ასეთი ტიპის გარიგება. მე რომ ამბობ რომ არ მჯერა ეს მაქვს ამისი შინაგანი დასაბუთება რომ არ მჯერა, მაგრამ ერთია მე მჯერა არ მჯერა, მაგრამ მეორეა რა უნდა მოხდეს ამ დროს და ნამდვილად მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ
ბატონი მერაბიშვილის განცხადება მაღალი სანდოობის მატარებელი არ არის სწორედ იქიდან გამომდინარე როგორი პოლიტიკასაც ის ახორციელებდა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა შემოწმდეს ის განცხადება რაც მან თქვა მაგრამ პროკურატურა მერაბიშვილის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს და ყველა პატიმრის აბსურდული განცხადებების გამოსაძიებლად არ სცადი ხო ეს არის პროკურატურის განცხადება თავარი პროკურორის პოზიცია ჩანს იმ განცხადებაში რაც ითქვა თავარმა პროკურატურამ თქვა რომ ეს არ მომხდარა სასჯელ ახსოვების მინისტრმა თქვა რომ ეს არ მომხდარა თუ ვინმე შეიძლება იცოდეს რა მოხდა სინამდვილეში მოხდა თუ არა რამე იმგვარი რაზეც ყვება ბატონი მერაბიშვილი ეს არის სწორედ ეს ორი უწყება და ეს ორი თანამდებობის პირი რომელიც ამბობს რომ ეს არ მომხდარა სხვა საგამოძიებო პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება გამოძიება თუ ვინმე უნდა აწარმოეს ეს არის ან შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პროკურატურა სასჯელ ახსოვების სამინისტროსაც აქვს თავის საგამოძიებო უწყება პროკურორის დისკრეცია გამოძიება დაიწყოს და აწარმოოს თუ არა კანონში ესე წერია ეს არის მისი დისკრეცია რომ დაიწყოს კონკრეტული ფაქტის ირგვლივ გამოძიება თუ არა ჩვენ კანონს პატივი უნდა ვცეთ და უნდა ვაცალოთ რა გადაწყვეტილებას მიიღოს რანაირად უნდა გამოიძიოს ქალბატონო ეკა მოდით ახლა პირდაპირ კითხავ თუ კი ეს რეალურად მოხდა თუ კი ვანო მერაბიშვილს მართლა პირადად ემუქრებოდა ფარცხალაძე რანაირად უნდა გამოიძიოს იმ ადამიანმა და იმ ადამიანის სტრუქტურამ რომელსაც ხელს ადებს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი ეს მოხდა თუ ჩვენ ვამბობთ რომ თუ ამ დაშვებით ვამბობთ რომ თუ ეს მოხდა ასეთ შემთხვევაში შეიძლება ელაპარაკო თქვათ სრულიად ნეიტრალურ უწყებაზე და ესეთი ასახელებენ ჩვენი ოპონენტები რომ ეს არის საპარლამენტო კომისია ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ არა გვაქვს საფუძველი საპარლამენტო კომიტეს საგამოძიებო კომისიის შექმნის იმიტომ რომ არა მაქვს საფუძველი არ ვენდო გამოძიებას პროკურატურას არ ვენდო სოზარ სუბარს მე პირადად ვესაუბრე მას და არა მაქვს საფუძველი თქვა რომ ადამიანი იტყუება კიდევ ერთხელ ვამბობ ამ ფაქტის შემოწმება მიუხედავად იმისა რომ ეს ორი უწყება ვინც უნდა გამოიძიოს თავად ამბობს რომ არ მომხდარა ეს ფაქტი და გასაჯარონის პირები რატომ არა აი იმიტომ თუნდაც რომ პოლიტიკური სპეკულაციის დაბრალება ეს ხდება მთელი ამ დღეების განმავლობაში რატომ არა იმიტომ რომ კანონით აკრძალულია ეს იმიტომ რომ კანონში წერია რომ პირების ისე ჩვენება როგორც ეს პოლიტიკური დღის წესრიგით ხდება მნიშვნელოვანი და საინტერესო არ შეიძლება გამოძიებას ხო შეუძლია ივანიშვილი არ არის რიგი უკაცრავად არის რიგითი პატიმარი საქართველოში მის გარდა 10,000 პატიმარია და ყველამ რომ ასეთი აბსურდული განცხადება გააკეთოს გამოძიება დავიწყოთ ეს არასწორი იქნება ეს ისევ პროკურატურის პოზიცია მე ამ განცხადების და ამიტომაც ვთქვი რომ პროკურატურის ანუ იმ ორგანოს პოზიციას რომელიც დისკრეციაც არის გადაწყვეტილების მიღება გამოძიება დაიწყოს თუ არა როდესაც ჩვენ გვეკითხებიან ჩვენ რას ფიქრობთ ამაზე ჩვენ შეიძლება შეფასება გავაკეთოთ ამ ფაქტის მეც გითხარით ჩემი პოზიციამ ჯერა არ მჯერა ეს ერთია და არ მჯერა როგორც გითხარით რომ ბატონი ფარცხალაძე ხა თავ ესე იგი ტომარა ჩამოხვეულ თავ გადახურულ მას ივანიშვილს დაატარებდა იქეთ-აქეთ ესე ელაპარაკებოდა არ მჯერა ხა და რა ვქდა მაგრამ ამის მიუხედავად ვამბობ რომ არ მომხრე რომ ამ ფაქტის შემოწმება ჩატარდეს გამოკლეული იქნას და პასუხი დაიგოს ბატონო ვიდრე შემდეგ შეკითხვას დაგისვავთ ქალბატონო ეკა ერთი რამ მინდა გითხრათ მან თქვა გააკეთა განცხადება სოზარ სუბარმა თავის დროზე რომ პირები იშლება ყოველ 10 დღეში ერთხელ, ანუ რჩება 4 დღე. შემდეგ ხომ არ დადგება საზოგადოება ფაქტის წინაშე, რომ უკვე წაიშალა პირები და აღარ შეიძლება, რომ თუნდაც გამოძიება რომ დაინტერესდეს ამით. რატომ გეკითხებით? გამორიცხული არაფერია, დადასტურებულადაც გეთანხმებით შეუძლებელია, რომ ჩვენ ყველამ დავიჯეროთ, რომ ეს მოხდა, ან დავიჯეროთ, რომ არ მომხდარა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი თემა მე წეგან შემთხვევით არ გავიხსენე ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი კომენტარი. რატომ სთხოვდნენ ვანო მერაბიშვილს თუ ეს მოხდა თქვენი აზრით ზურაბ ჟვანიას თემაზე ჩვენების მიცემას ზურაბ ჟვანიას ძმა და რაულ იუსპოვის მამა ჩვენ ვესაუბრეთ მათ გუშინ წინ იყენებენ დუმილის უფლებას ისინი ამბობენ რომ პროკურატურასთან არიან შეთანხმებულები რომ აღარ უნდა ისაუბრონ ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი არ არის რიგითი პოლიტიკოსი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი რატომ ახსენა მან
თემა ჟვანიას საქმე. მართლა ხომ არ უკავშირდება ეს დაჭერები მისი დაცვის ყოფილი უფროსის და გამგებლის ყოფილი მოადგილის მეორე დღეს ივანე მერაბიშვილის ეს განცხადებები და მთელ კონტექსტში იმას, რომ ფარცხალაძის სტრუქტურა, რასაც დადებს ერთ-ერთ პირველს იქნება ჟვანიას საქმე და გირგვლიანის საქმე უკვე გამომდინარე ხვალინდელი დაბარებებით. თქვენ თუ რაიმე ამდაგვარი ინფორმაცია, რომ ჟვანიას საქმე შეიძლება შეცვლილი ვერსიით მიაწოდონ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის შემთხვევით არაფერს არ ამბობს და რასაკურველია იმ კონტექსტში, რა კონტექსტითაც იყო ახსნა შესაძლო ვერსიები წარმოჩენილი, რა შეიძლება ყოფილიყო мотивация ასეთი ტიპის ისტორიის შეთხზვის, როგორცაც საუბრობდა ბატონ მერაბიშვილი, არის ამაში აბსოლუტური ლოგიკა, მით უფრო, როდესაც რამდენიმე დღის წინ სწორედ ის ადამიანი დააკავეს, ვინც იყო შემთხვევის ადგილას, როდესაც გადაიცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრი სურაბ შვანია. ამ ფაქტის გამოძიება გადავიდა ახალ ეტაპზე და მიიღო ძალიან საინტერესო სახე. ასე რომ და ეს არის ერთ-ერთი საქმე, რომლის მიმართ არსებობს განსაკუთრებული შფოთვა ბუნებრივია. ეს არის ის საქმე, რომელზედაც ახევარ საათში თუ ერთ საათში დაახლოებით პრემიერ-მინისტრის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებიდან გვახსოვს, როდესაც მერაბიშვილმა გააკეთა სწორედ პირველი განცხადება, სადაც მან პრაქტიკულად განაჩენი გამოიტანა და დამთავრებულად თქვა რა იყო გარდაცვალების მიზეზი და ეს არის ის სტანდარტი სწორედ რომლითაც ლაპარაკობდნენ ისინი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში და დღეს გვეუბნებიან რომ როგორ შეიძლება წინასწარ შეფასებების გაკეთება და საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ ბუნებრივია რომ იმ საქმეზე საკვალი არეული იყო და ძალიან ბევრი რამ გაეფუჭებინა თუმცა იქ არის ახალი ნიტკიცებები მაგრამ არის ახალი ნიტკიცებები არის ახალი ვერსიები არის ახალი ჩვენებები ძალიან საინტერესო სახეს იღებს ის საქმე ამიტომ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული კონტექსტი რომელიც უკავშირდება სწორედ აი ამ სცენარის ესე ვთქვათ შეთხზვას და მიწოდებას არის სწორედ ჟვანიას საქმე და პრემიერ-მინისტრმა ამიტომაც გააკეთა ამაზე პირდაპირ მინიშნება და ფიქრობ რომ ეს ძალიან საყურადღებო რამ არის ამიტომ თავისთავად ბევრი რამ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ის რომ მაგალითად თუ ესეთი ფაქტი მოხდა მესამე დღეს კეთდება ეს განცხადება შაბათ-კვირა რატომ იყო ეს დუმილი და რა ვერსია იქმნებოდა ამ ორი დღის განმავლობაში რატომ არ იყო ვთქვათ ამაზე იგივე ადვოკატების მხრიდან განცხადება გაკეთებული და ასე შემდეგ. მთლიანობაში ეს ტოვებს დაბეჭდილებას რომ ეს მოფიქრებული კარგად არ ვიცი კარგად ვერ ვიტყვი რომ კარგად მოფიქრებულია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა დიდი ყურადღება რომ მიიქცი ამ განცხადებამ და რასაკვირველია ბუნებრივია იმიტომ რომ საუბარი არის იმაზე რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაუშვათ გაყავთ მატროსოვის ციხიდან მიყავთ პირადად ხდება შემდეგ საათში ახალი მთავარი პროკურორი და იგი საუბრობდა მუხარებზე, საუბრობდა იმაზე, რომ მოსთხოვეს კონკრეტული ჩვენებები და ასე შემდეგ. მე მაინც იმ აზრზე ვრჩები და კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არის ჩემი შინაგანი განცდა და რწმენა, რომ ეს არის მერაბიშვილის მიერ მოფიქრებული სიუჟეტი და ეს არის ის სიუჟეტი, რომელშიც ის აცხოვრებდა და თვითონაც ქმნიდა ამ სიუჟეტებს მთელი იმ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენ ზოგადად კანონს არ ვცეთ პატივი თუ არსებობს რაიმე ინფორმაცია რომელიც რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ნიშნებზე მიუთითებს კანონში წერია რომ გამოძიება იწყება გამოძიებას დისკრეციულად იწყებს პროკურატურა ამიტომ პროკურატურის პოზიცია არის მნიშვნელოვანი სასჯელ ახსულების მინისტრის განცხადება არის მნიშვნელოვანი ის ჩვენთვის არის პირველი წყარო რომელიც ამბობს რომ მსგავსი რამ არ მომხდარა ამ საკითხის გამოკვლევა და შესწავლა ნახოთ შეიძლება მოხდეს ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ რომ პირიქით ჩვენს ინტერესებშია რომ მაქსიმალურად ესე კაფიო პასუხები გაიცეს ამ საკითხზე და ნაკლები სპეკულაციების შესაძლებლობა დაუტოვოთ ჩვენს ოპონენტებს ეს მე ვფიქრობ პირიქით ამას არავინ არ შეუწყობს ხელს რომ ამ პროცესს კიდევ მეტი ეჭვები დაუმატოს მაგრამ მართლაც მგონია რომ ეს იმ სამყაროდან არის რომლიდანაც გამოვედით ტომარა გადაფარებული ადამიანების ტარება არ ჭირდება ოთარ ფარცხალაძეს თუმცა ოთარ
კვარცხალაძე იყო იმ სპეცოპერაციის ერთგვარი ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები 23 კაცი რო ატარეს მთელი დღე ზოგი მანქანებით ბორკილდადებული და მიიყვანეს დააპატიმრეს, შემდეგ ისევ გამოუშვეს. ქალბატონო ეკა, მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, ვიდრე ციხეების თემაზე გადავალ. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენ თვითონვე პარლამენტმა მიაწოდეთ რეკომენდაციები მთავარ პროკურორს, პროკურატურას, რომ უნდა მოხდეს მთელი რიგი საქმეების გამოძიება. რა შედიოდა თუ არა ამ რეკომენდაციებში, მაგალითად ბარბარა რაფალიანცის საქმის გამოძიება. ერთ-ერთი ყველაზე მე გეთანხმებით საქმეები, რომელიც ეხება გირგვლიანიდან დაწყებული თუნდაც მისი მკვლელობისთვის დაპატიმრებული ადამიანებისთვის არაჩვეულებრივი კომფორტული პირობები შექმნა, ეს ყველაფერი არის გასახსნელი, მაგრამ ასევე ძალიან სკანდალური იყო არჩევნების წინ, პრაქტიკულად ხელი იყო გაშვერილი, მაშინ თუ კი ესე ძალიან შევაფასებთ უხეშად ნაციონალური მოძრაობისკენ, ხო? მე მახსოვს ღვინიაშვილზე გამახსენდა ზუსტად ეს კითხვა. თუ შედიოდა თქვენს რეკომენდაციებში, თუ მოითხოვეთ, რომ აი ესეთი ხმაურიანი და ესეთი სკანდალური საქმეც უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ რეკომენდაციებში თუ შევხედავთ რა კრიტერიუმები დავადგინეთ, აბსოლუტურად ყველა საქმე ექცევა. ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რანგირება, ანუ რამდენიმე საქმე, რომელიც არის გახმაურებული მაგალითისთვის, რომელიც ვთქვათ, უფრო მასობრივი და სისტემური დანაშაულის კვალს ტოვებდა, აი მაგალითად 7 ნოემბერზე როცა ვსაუბრობდით, 6 მაისზე, 15 ივნისზე, ანუ როდესაც რამდენიმე ადამიანს ათობით, ასობით ადამიანს შეეხო უფლებების დარღვევა. იქ კონკრეტული ჩამონათვალი გავაკეთეთ, მაგრამ ის საქმეები, რომელიც ბუნებრივია ხა ყველა ვერ მოხდებოდა სახელობით ჩამონათვალში, მაგრამ როდესაც ყველას მიმართ არსებობს საქმეები, რომელიც ვთქვათ, ასევე არის საზოგადოების ინტერესსაგანი, ან გაუხმა იგივე ეს საქმე აბსოლუტურად გეთანხმებით, ან განსაკუთრებით ეხლა შეიძინა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა. იმიტომ რომ ეს არის ის ერთადერთი საქმე, რომელზედაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, ერთადერთი, იმიტომ რომ ყველა ხო, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დადო თავის დროზე პირობა, რომ ეს საქმე იქნებოდა გამოძიებული. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენს დიდი მოლოდინით ველოდებით, რომ ეს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გვითხრან. ჩვენ ესეთი რამ ჩავწერეთ, რომ ყველა ის საქმე, სადაც მოხდა დანაშაულის ჩადენა. მიუხედავად იმისა, რომელი თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რა კატეგორიის, იმ დროის, ამ დროის არ აქვს მნიშვნელობა. ყველა საქმე, სადაც არის დანაშაული ჩადენილი, ყველა საქმე უნდა იყოს გამოძიებული. ანუ ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული მითითებები და გავაკეთეთ ზოგადი რეკომენდაცია, სადაც მოექცა ყველა კატეგორიის საქმე და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ზოგადი რეკომენდაცია არის ის, რომელიც მოიცავს ყველა საქმეს იმ პერიოდშია ჩადენილი თუ შემდეგ ეტაპზე მოხდა, მათ შორის ეს საქმე არის მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამოძიებული და ჩვენ მართლა ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით. კი ბატონო, მე მგონია, რომ მაინც მოახერხებს ამას გამოძიება, მიუხედავად საქმის სირთულისა, როგორც ჩანს გარკვეული სირთულეები შეხვდა, იმიტომ რომ თვეებია უკვე გრძელდება ეს გამოძიება, მოახერხებენ ის არა, მნიშვნელოვანი იყო თავისთავად ის, რომ უკვე არჩევნების წინა დღეს მთელი საარჩევნო დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის, მათ შორის ლამის ბრალდებები მიდიოდა და ამიტომ დაგისვით ეს კითხვა. მე მინდა გკითხოთ ციხესთან დაკავშირებით. 1000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს არაოფიციალური მონაცემებით, ოფიციალური მონაცემებით 966. რატომ მივიდა საქმე ასეთ მასობრივ შიმშილობამდე, ასეთ მასობრივ პროტესტამდე? თქვენ ხომ ამ ადამიანებს მიეცით თავის დროზე პირობა, რომ ხარვეზების კომისია უნდა შექმნილიყო, უნდა გადახედილიყო მათი საქმეები. ჩემთან ციხიდან არაერთ პატიმარს დაურეკავს და ეთერში შემოსვლის წინაც მე მივიღე მე-6 დაწესებულებიდან წერილი, მაპატიეთ მერვე დაწესებულებიდან წერილი, რომელიც ერთ-ერთი პატიმარი საუბრობს სწორედ ამ თქვენს დანაპირებზე. რა ხდება პატიმრებთან დაკავშირებით და რატო ვერ მოახერხეთ თქვენ შეხვედრა? მე 2 დღე ვიყავი. თქვენთან შეხვედრას ითხოვენ ისე. 2 დღე ვიყავი ავად და დღეს ავდექი, ამიტომ ვაპირებ რომ სწორედ ამ კვირაში ეს ნიშნავს ხვალან ზეკ, უკიდურეს არის ზეკ. ამ 2 დღეში მე ვაპირებ, რომ პირველ რიგში გეგუთში ვაპირებ შესვლას და შევხვდე მოშიმშილე პატიმრებს, თუმცა ამ 2 დღის განმავლობაში ჩემი დავალებით ჩვენი კომიტეტის რამდენიმე დეპუტატი და წინა დღეს იყო პაატა კეკნაველიძე დეპუტატი, ასევე ჩვენი კომიტეტიდან, ჩვენი კომიტეტის 2 იურისტი, ასევე მასთან ერთად, რომლებიც ხვდებოდნენ 2 დღის განმავლობაში რამდენიმე საათი გრძელდებოდა ეს შეხვედრა პატიმრებს, მაგრამ ჯერჯერობით კონსენსუსი ვერ შედგა. ანუ მოლაპარაკება ვერ შედგა.
მე შევხვდები უბრალოდ ეხა დღეს ხვალაც ჩვენ კონსულტაციები გვექნება მშევლობთ ამ საკითხებზე რომელიც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან ეს არის აი ამ საქმეების გადახედვის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა რომელზედაც პატიმრები ძალიან სამართლიანად ხშირ შემთხვევაში ამბობენ რომ ეს იყო უკანონო განაჩენები და ეს ჩვენ სხვა შორის იმ დასკვნაში ჩავწერეთ და ეს სხვა შორის ამინისტია როდესაც მივიღეთ და ეს იყო ყველაზე მასშტაბური ამინისტია რატომ შევახეთ ის ყველა პატიმარს უვადოებს არ შეეხო ერთადერთი 100-მდეა დაახლოებით უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირი განაჩენი ყველას იმიტომ შეეხო რომ მივიჩნიეთ რომ უსამართლო განაჩენები გამოდიოდა იმ წლების განმავლობაში და ეს იყო ერთგვარი რეაბილიტაციის ერთ-ერთი ფორმა რომ წლები მაინც მოკლებოდათ ამ ადამიანებს დაახლოებით 16000 ადამიანია გათავისუფლებული ამ ერთ წლის განმავლობაში ეს ძალიან დიდი ციფრია ვინც დარჩა მესმის რომ ყველას უნდა რომ გარეთ გამოვიდეს ესეც მესმის ძალიან კარგად. ისიც ძალიან კარგად მესმის და ვიცი რომ ძალიან ბევრი მართლა უდანაშაულოც ის იქ. და ბევრი ნაწამები პატიმარია. და ბევრი არც თუ ისე უდანაშაულო გამოვიდა გარეთ ამნისტიის შედეგად. შეიძლება, იმიტომ რომ ამინისტია მუხლებს ეხებოდა და შეიძლება ბევრ საშელი შეუმცირდა, მე შემცირებით უკვე მოხდილი ქონდა და ბევრმა დატოვა ციხე, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის ჯოჯოხეთური წლები ვინც გამოიარა, ყველა ღირსი იყო, ალბათ მაინც გარეთ გამოსული იყო, იმიტომ რომ ის ერთი დღე უდრიდა ალბათ მთელ ცხოვრებას, ისეთი რამ გადაიტანა ბევრმა. ეხლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემას, ეს რთული საკითხია, მაგრამ მე იმედი მაქვს, როდესაც ეს შეხვედრა შედგება ჩემი ამ პატიმრებთან, ჩვენ რაღაცა ადეკვატურად შევხედავთ ამ პროცესს და დავინახავთ რისი გაკეთება შეუძლია კიდევ ხელისუფლებას და რისი გაკეთება არის რთული ან დროში გაწელილი, ან შეიძლება რაღაც საკითხები დღეს ვერ გადაწყდეს. ფიქრობ ჩვენ ამ სამართლებრივ მექანიზმზე. ეს ჩვენ ნამდვილად გვეწერა საარჩევნო პროგრამაში და მე ამიტომაც ვამბობდი და ვამბობ რომ ამ უფლებაზე უარის თქმა რომ ამის შესაძლებლობა ამის წინაპირობა ჩვენ არ შევუქმნათ ადამიანებს რომ მათ კონდეთ სამართლიან სასამართლოს უფლების სარგებლობა არ იქნება მართებული და ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ ეს მექანიზმი შევქმნათ. ეხლა ფიქრობთ და პატიმრები აყენებენ საკითხს ქალბატონო ინგა რომ თუ ხარვეზების კომისია არა პანაცია არ არის ხო ხარვეზების კომისია. ნუ რაღაცა სხვა მექანიზმი. აი ამ სხვა მექანიზმზე ჩვენ ვფიქრობთ რომ შეიქმნას და ვიფიქროთ იგივე საკანონმდებლო კუთხით ცვლილებაზე მე ხა დეტალებში არ შევალ დღეს შეგნებულად მაგრამ ერთი რამ მინდა დავადასტურო რომ აი ამ მექანიზმის შექმნის ფორმულაზე ჩვენ მუშაობას აი დღესაც ვაგრძელებთ მე ხა თქვენი სტუდიიდან რომ მივდივარ სწორედ ისევ ამ საკითხზე დისკუსიისთვის და ჩვენ ამ თემებზე მუშაობ მე ამაზე პატიმრებს ავალაპარაკები აუხსნი და მე ვფიქრობ რომ მოვნახავთ რაღაცა გამოსავალს ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ შეიძლება მართლაც ვიღაცები ისარგებლოს ამ პროცესით, იმიტომ რომ ეს რაღაცა მასიური ანუ ჯერ ამ ეტაპზე კონკრეტულად საუბარი არ შეგიძლიათ, მაგრამ ამბობთ რომ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ სამართლებრივი ფორმულის შექმნაზე და ჩამოყალიბებაზე მუშაობთ და ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ჩვენ უარს არ ვამბობთ ამ უფლებაზე, რომელთაც უნდა ისარგებლონ ამ ადამიანებმა, უბრალოდ უნდა მოვიფიქროთ და მივალთ ჩვენ იმ კონდიციამდე, როდესაც ალბათ რაღაც კონსენსუსი იქნება და ავირჩიოთ ყველაზე სწორ და ეფექტურ გზას. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, მინდა გისურვოთ წარმატება, მასში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა პირდაპირ ეთერში, რომ მათი რეკომენდაციები გადაეცა პროკურატურას და ეს დაწყებული და უშუალოდ დაკითხვები პროკურატურაში დაბარებების სხვადასხვა გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ საქმეებზე სწორედ ამას უკავშირდება. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. ეს იყო ეკაბესელია. რამდენიმე წუთში როგორ აფასებს მთელი კვირის მანძილზე განვითარებულ პროცესებს უმცირესობის ლიდერი რეკლამის შემდეგ დავით ბაქრაძე დიდ პოლიტიკაში რას ელიან ნაციონალურ მოძრაობაში ხვალ პროკურატურაში დაბარებულ მათ წევრებთან დაკავშირებით.
ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. პროკურატურა ზედიზედ იბარებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ყოფილ მაღალ ჩინოსნებს და საუბარია ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, რომელთა გახსნის პირობაც ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნების წინ დადო. თუმცა ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. სიტუაცია შეიცვალა კბილაშვილის წასვლის და ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ პირდაპირ ახსენა ჟვანიას საქმე. დღეს კი უკვე მეორე საქმე, რის გამოც ხვალ ღვინიაშვილი და ბუცხრიკიძე დაიბარეს, სანდრო გირგულიანის გამოძიება დასახელდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ამ და სხვა გახმაურებული საქმეების შესახებ ფარცხალაძე მალე დადებს გამოძიებას. უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე განაგრძობს ეთერს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. არ ვიცი, რამდენად განწყობა გაქვთ წინა საახალწლო ნაციონალურ მოძრაობაში. დღეს პროკურატურის წარმომადგენლებმა პირადად თქვენს ოფისში ჩააბარეს ბატონ ბუცხვიკიძეს, უწყება, რომ ხვალ არის დაბარებული პროკურატურაში. ბატონო დავით, ეკა ბესელიამ წინა ბლოკში პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ პარლამენტმა ბიუროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მივეცით პირდაპირ რეკომენდაცია პროკურატურას, რომ უნდა დაიწყოს იმ საქმეების ხელახალი გამოძიება, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. პოლიტიკური შეტევა, ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობა. რატომ პოლიტიკური შეტევა და რატომ უნდა გამოვრიცხოთ მაგალითად მთელ რიგ თემებში ცალკეული მაღალჩინოსნების მონაწილეობა? კი ბატონო, ნამდვილად დღეს მივედით იქამდე, რომ უკვე პოლიტიკური პარტიის ოფისში პარლამენტის წევრებს გადაეცათ, ვთქვათ, უწყებები პროკურატურაში მისასვლელად, რაც ძალიან სიმპტომურია და რაც ადრე არასდროს არ მომხდარა ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ დაბარებებს, ორივე პარლამენტის წევრმა დღეს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ სადეპუტატო იმუნიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ იმ ფორმით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა, როგორც მათგან ითხოვს პროკურატურა, არის უკანონო და პროკურატურამ ეს ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ წინა თვეების განმავლობაში მათ რამდენჯერმე დააყენეს ასეთი მოთხოვნა და შემდეგ მიიღეს კანონიერი განმარტება, ანუ დეპუტატის პირდაპირ დაბარება დაკითხვაზე არ შეიძლება, იმიტომ რომ მას აქვს იმუნიტეტი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პარლამენტის ორივე წევრმა გადაწყვიტა, რომ ისინი ხვალ. ამის მიზეზი არის ერთი. პროკურატურა ცდილობს საზოგადოებრივი აზრით манипуლირებას და ცდილობს სპეკულირებას ისეთი ნამდვილად გზნობიარე თემით, როგორც არის სანდრო გირგულიანის საქმე. ამიტომ მიუხედავად იმუნიტეტისა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა თავიდანვე კანონდარღვევით იბარებს დეპუტატებს დაკითხვაზე, ორივე დეპუტატი დაკითხვაზე მივა, ისინი გასცემენ პასუხს ყველა შეკითხვას და არ მისცემენ საშუალებას პროკურატურას მოახდინოს საზოგადოებრივი აზრით манипуლირება, რომ აი ვიღაც დამნაშავეა სანდრო გირგულიანის საქმეში და ის იმალება იმუნიტეტის უკან და ის არცემს პასუხს გამოძიების შეკითხვებს. ისევ ვიმეორებ, ეს არ იქნება პრეცედენტი სამომავლოდ, იმიტომ რომ ფორმა, რომლითაც პროკურატურა ამას ითხოვს, არის უკანონო, მაგრამ ჩვენ დღეს თვალს ხუჭავთ ამ უკანონობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ნორმალური სურათი და პროკურატურას არ ჰქონდეს საშუალება ისპეკულიროს, რომ ვიღაცა იმალება იმუნიტეტის უკან და ვიღაცა ემალება გამოძიებას. არავინ არაფერს არ ემალება, ჩვენ დეპუტატები მივლენ და მოისმენენ რა მორიგი შედევრები იქნება გამოყენებული და დასული პროკურატურის მხრიდან. რამდენადაც ცნობილი გახდა ეს ღვინიაშვილმაც განაცხადა, რომ პირად საუბრებში უთხრეს მას, რომ ეს იქნება დაკავშირებული გირგულიანის საქმესთან. რაც შეეხება ბატონ ბუცხვიკიძეს, კადრები აქვს სრულიად საზოგადოებას ნანახი, ალბათ ვეჭვობ, რომ თქვენც ნანახი გაქვთ, როგორ კომფორტში ყავდათ პატიმრები გირგულიანის მკვლობის გამო დაპატიმრებული ადამიანები ციხეში. სწორედ ამას ედავება პროკურატურა ბატონ ბუცხვიკიძეს და კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. ყობა დავითაშვილმა არჩევნების შემდეგ გააკეთა განცხადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ პატიმართა წამების იმ ცნობილ კადრებში ხმა ისმის სწორედ ბუცხვიკიძის, თქვენი წევრის თერჯოლის მაჟორიტარის. მე არ მინდა რომ რაღაცნაირად უდანაშაულობის პრეზუმპცია რომ დავარღვიო, მაგრამ კითხვის სახით უნდა დაგისვათ. ელოდებით თუ არა, რომ ეს თემა შესაძლებელია გახდეს თქვენივე დეპუტატებისთვის ან დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის თემა? სანდრო გირგულიანის საქმე რომ ნამდვილად დანაშაული იყო, ამაზე არავინ არ დაობს. აქ არის სხვა საკითხი, ვინ მონაწილეობდა და არიან თუ არა ის ადამიანები, ვისაც იბარებენ დაკითხვას, რაიმე ფორმით დამნაშავე ან მონაწილე იმაში, რაც მოხდა. ხა ყობა დავითაშვილის ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება გვახსოვს, ესეც ერთ-ერთი მათი რიგიდან იყო და ამის შემდეგ ბატონ ბუცხვიკიძემ მას პირდაპირ მოთხოვა დადასტურება და თქვა, რომ თუ ყობა დავითაშვილი ამ ფაქტს დაადასტურებდა, ის მზად იყო მოეხსნა იმუნიტეტი და პასუხი ეგო. რის შემდეგაც ბატონ დავითაშვილს ამაზე
პასუხი აღარ გაუწია. ამიტომ მოდი სერიოზულად მივიღებთ ასეთი კატეგორიის განცხადებებს. რაც შეეხება ბრალდებას, ისევე მეორებ, რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იყოს. აქ სხვა პრობლემაა, როდესაც ეს ყველაფერი ხდება ასე დროში ორკესტრირებულად, ასე ერთიანად, ასე ერთი შემტევი ფრონტით და როდესაც ყველა რესურსი ერთდროულად იხარჯება იმაზე, რომ მთელი საგამოძიებო სამსახური და სტრუქტურა მუშაობდეს მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, აი ეს დროში ორკესტრირება აჩენს იმ პრობლემას, რომელსაც ჩვენც და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრებიც ვეძახით შერჩევითი სამართლის პრობლემას. და უკაცრავად ძალიან სიმპტომური იყო სხვადასხვა ის კადრები, რომელიც დღეს ვიხილეთ, როდესაც ბატონ ბუცხრიკიძეს გადასცეს უწყება და მას უთხრეს, რომ თქვენ უნდა მობრძანდეთ პროკურატურაში და პასუხი გასცეთ კითხვებს ციხიდან პატიმრის უკანონოდ გაყვანის შესახებ. და პირველი რეაქცია, რომელიც მე მქონდა ამაზე, მე გამახსენდა ვანო მერაბიშვილის 2 დღის წინანდელი განცხადება ადამიანის, რომელიც უკანონოდ გაიყვანეს ასევე ციხიდან და რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურა და მთავრობა დღემდე უარზეა დაიწყოს გამოძიება. ამიტომ სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ როცა კახა ბუცხრიკიძეს დაკითხავ იმაზე, რომ მან პატიმარი შეიძლება უკანონოდ გაიყვანა ციხიდან, უნდა დაკითხო, მაგრამ ასევე უნდა დაკითხო ამავე დროს ოთარ ფარცხალაძეც, რომელს მიმართაც ასევე არსებობს ეჭვი და მოწმის ჩვენება, რომ მან ასევე უკანონოდ გაიყვანა ვანო მერაბიშვილი ციხიდან. ამიტომ კანონის სამართლიანობა ნიშნავს, რომ უნდა გააკეთო ერთიც და მეორეც. და როდესაც დეპუტატს ბრალად უყენებ იმას, რასაც 2 დღე პრინციპულად ბოლომდე ყველა მეთოდის გამოყენებით ეწინააღმდეგები შენი საკუთარი პროკურორთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს. გასაგებია, თუმცა გამორიცხავთ, რომ დაუშვათ მოწმეები აღმოჩნდნენ, რომლებიც იგივე კახა ბუცხრიკიძის წინააღმდეგ განგნებავთ ღვინიაშვილის, ან სხვა არ ვიცი, ვიღაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცემენ ჩვენებას. მაგალითად, ყოფილი პოლიტპატიმარი არსებობს თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს ესე პირდაპირ, რომ გერონტი ალანიასთან, ვინც იყო დაპატიმრებული ამ გირგვლიანის თემის გამო, დადიოდა თითქმის ყოველდღე ძალიან ხშირადო სწორედ ბატონი ბუცხრიკიძე. ამას რატომ გეკითხებით? მე თქვენ უმცირესობის ლიდერს, რა თქმა უნდა, ამ მოწმეების ჩვენებებზე არ მოგთხოვთ კომენტარს, მაგრამ გამორიცხვის მეთოდით გამორიცხავთ, რომ აღმოჩნდეს უცბად ჩვენებები. იგივე ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩავარდა პანიკაში და ვანო მერაბიშვილის განცხადება უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ დაკავებული იქნა ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი ბატონი ხარშილაძე. ამით ძალიან სერიოზული აქცენტირება მოახდინა ხო პრემიერ-მინისტრმა თემის. კარგით, მე გამორიცხვით არაფერს არ გამოურიცხავ და სწორედ ამიტომ იმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ორივე დეპუტატმა დღეს თქვა, რომ ისინი არ ამოეფარებიან იმუნიტეტს და მივლენ და პასუხს გასცემენ შეკითხვებს. სწორედ იმიტომ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმე არის ძალიან გზნობიარი საქმე, ეს რო ყოფილიყო ნებისმიერი სხვა თემა, ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაცდომა, ნებისმიერი ფინანსური ტიპის დავა, მე ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც მათ ურჩევდა, რომ ბოლომდე გამოეყენებიათ იმუნიტეტი და არ მიეცათ პროკურატურისთვის საშუალება, რომ კანონდარღვევით ოპოზიციის დეპუტატები დაებარებია. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს ეხება ძალიან გზნობიარე და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემას, სანდრო გირგვლიანის ამბავს, მეც და ყველა ჩვენგანმა ფრაქციაში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თვითონ ორივე დეპუტატმა მაშინვე დააფიქსირა პოზიცია, რომ მივლენ პასუხს გასცემენ ყველა კითხვას. ამიტომ არც არავინ არაფერს გამორიცხავს, არც არავინ არსად იმალება. ორივე დეპუტატი, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, თითოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ჩვენს გავლილ ცხოვრებაზე და სად ვიქნებით ობიექტური გამოძიების პირობებში პასუხი გავცეთ ყველაფერს. ოღონდ ისევე მეორებ, სამართლიანობა ნიშნავს უნივერსალურ სტანდარტს და სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ რაზეც პასუხი მოეთხოვება კახა ბუცხრიკიძეს, იმაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ოთარ ფარცხალაძესაც. აი ეს არის სამართლიანობა და არა ის, როდესაც ცალმხრივად იყენებ ინსტრუმენტს შენი ოპონენტის წინააღმდეგ და ყოველმხრივ ხელს აფარებს შენ საკუთარ თავად პროკურორს. მომენტი არ იყო ადეიშვილის შემთხვევაში, ბატონო თქვენს კითხვას დავასრულებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას თემის გამოჩენა. ღარიბაშვილმა ხაზგასმით გააკეთა, ჯერ ეს ერთი ადამიანი, რომელზეც საუბარია ბატონი ხარშილაძე, მისი დაკავება ხდებოდა სამეურნეო საკითხთან, ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით და არანაირი კავშირი მას არ ჰქონდა ზურაბ ჟვანიას საქმესთან, ამიტომ ძალიან გაუგებარია ასეთი კავშირი და მეორე და მთავარი, უკვე წელიწადზე მეტია ჩვენ გვესმის პერიოდული სპეკულაციები.
ხელისუფლების მხრიდან, რომ აი ჟვანიას საქმეში მოხდა რაღაც საშინელება, ეს საქმე ხელახლა იხსნება, აი ახლა გავედით კვალზე, გვაქვს ახალი გარემოებები, თქვენს ეთერში გაიხსენეთ, რამდენჯერ აქვს ნათქვამი, იგივე თუნდაც გენერალურ პროკურორ კბილაშვილს, სხვა თანამდებობის პირებს, რამდენჯერ აქვს. ჯერ კიდე შარშან არჩევნებამდე პერიოდში დაიწყო ამ ხმების გავრცელება, რომ ჩვენ გვაქვს საშინელი ინფორმაცია და კადრები ჟვანიას შესახებ, ოღონდ ამას არჩევნებამდე არ ვაჩვენებთ, რომ ხალხი არ დავზაფროთ. აი ესეთი ჭორები იყო მაშინ თბილისში და ეხლაც ყოველ 2 თვეში ერთხელ ეს ინფორმაცია გამოდის. ამ არჩევნებამდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ერთი კვირით ადრე გახსოვთ, იყო მორიგი შეტევა, რომ აი ჟვანიას საქმე აი ახლა დღე-დღეზე გაიხსნება და რაღაც საშინელება გამოჩნდება. მე როგორც პარლამენტის წევრი, სრული კატეგორიულობით ვაყენებ საკითხს პროკურატურის წინაშე. შეწყვიტონ ეს სპეკულაცია და განასაჯაროვონ ყველა დამატებითი მასალა, რომელიც არსებობს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით. თუ მართლა რაიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ეს უნდა იყოს საჯარო და იცოდეს საზოგადოებამ, ვიცოდეთ ჩვენც, იცოდეთ თქვენც და იცოდეს საზოგადოებამაც, თუ რაიმეს ჰქონდა ადგილი და თუ მათ არაფერი არ აქვს სათქმელი და გასასაჯაროებელი, მაშინ შეწყვიტონ ეს ბინძური სპეკულაცია ყოველ 2 თვეში ერთხელ, რომ რაღაცა ხდება ჟვანიას საქმეზე, დაანებონ იმ ადამიანს თავი და მიხედონ სხვა საქმეებს. ამიტომ მე როგორც პარლამენტის წევრი კატეგორიულად მოვითხოვ და ამას ყველგან ვაფიქსირებ ამ პოზიციას, მოხდეს გასაჯაროება ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებში. ვინმე მოხდა ამისი გასაჯაროება ბატონო დავით. ჩვენი ხელისუფლების ქალბატონო ინგა, ჩვენი დამთავრებულად იყო გამოცხადებული და დღესაც არც მე, არც თქვენ და არც საზოგადოებამ არ იცის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც რაიმე ტიპის ცვლილებას შეიტანს იმ ვერსიაში, რაც იყო ოფიციალურად გამოქვეყნებული. იცით რა მე? არაფერი გარდა პროკურატურის მხრიდან მოარული ჭორების, რომ რაღაც ახალი გარემოება გაჩნდა და რაღაცას ის ვერსია, რომელიც იყო, რომელიც თავის დროზე ამ ფებერმა გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც დაამტკიცა, რომელიც იყო ოფიციალური ვერსია. ის ვერსია დაგროვილი ის რაოდენობა იმ ნახჭიორჟანგის ვერ გამოიწვევდა. ხო, თუმცა იქვე იყო შემდეგ, რომ კომბინაციაში ჟანგბადის ნაკლებობასთან ერთად ეს შეიძლებოდა, მაგრამ კი ბატონო, გადავდოთ გვერდზე. ეს ვერსია დღემდე რჩება ოფიციალურ ვერსიად. ამ ოფიციალური ვერსიის იქით გვესმის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რომ აი რაღაცა გვაქვს, რაღაცის კვალზე ვართ, რაღაცა გარემოებები გვაქვს. სწორედ ამას ვითხოვ. თუ რაიმე არსებობს ამ ოფიციალური ვერსიის იქით, განასაჯაროვონ, გამოაქვეყნონ და ყველამ ვიცოდეთ რაზეა საუბარი. არის ვინმე დამნაშავე ამ საქმეში? პასუხი აგოს იმ დამნაშავედ, მაგრამ თუ დამნაშავე არ არის და თუ არაფერი არ არის, მაშინ კეთილინებონ და შეწყვიტონ ეს ბინძური სპეკულაცია გარდაცვლილი ადამიანის სახელით, რომ ყოველ 2 თვეში ერთხელ გვესმის ახალი და ახალი ტალღა, რომ აი ახლა გაიხსნება, ახლა ახალი გარემოებები გვაქვს, ახლა კვალზე გავედით. მიმართულებით ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის იგივე მთავარ პროკურატურაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ღარიბაშვილი, რომელმაც ამას ხაზი გაუსვა, თქვენ კი ამბობთ, რომ ხარშილაძე დააკავეს რაღაც სულ სხვა საქმეზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ხო რეალურად რაიმე ტიპის ჩვენებაზე იყო მასთან თუ არ იყო საუბარი, იყო იმ დროს ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი და პლუს თუ კი გავიხსენებთ იგივე თქვენი ყოფილი ლიდერის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ ფარცხალაძე მაიძულებდა, რომ ჟვანიას საქმეზე მიმეცა ჩვენება, როგორც ჩანს არის რაღაც ახალი ყოველ შემთხვევაში მზადება, იმიტომ რომ 2 დღის წინ ვესაუბრეთ ბატონ გოგლა ჟვანიას და რაულ იუსუპოვის მამას და მათ გითხრეს, რომ ჩვენ პროკურატურასთან დავდეთ პირობა, რომ აღარ უნდა ვილაპარაკოთ რაღაც ეტაპამდე. ანუ თქვენ რატო არ გაასაჯაროვეთ, ხო წეღანაც კითხე და ეხაც მინდა რომ მიუბრუნდე. საქმეც მაგაშია, ინგა რომ რაც იყო გასასაჯაროებელი, გასაჯაროვდა. იმის იქით მე არ ვიცი რამე იყო თუ არა. თუ ამათმა იციან, რომ რამე იყო იმის იქით, გაასაჯაროვონ. ზუსტად ამას ვამბობ, რომ თავი დაანებონ სპეკულირებას და თუ იმ ოფიციალური ვერსიის გარდა კიდე რამე არსებობს, გაასაჯაროვონ და გამოიტანონ საზოგადოების სამსჯავროზე და თავი დაანებონ ბრალდებებს. მე უბრალოდ მეჩვენება, რომ ეს საქმე, რომელსაც იყენებდნენ პოლიტიკური კონტექსტით მთელი ამ 2 წლის განმავლობაში, გახდა გარკვეული ვალდებულება და მარყუჟი, რომელშიც ამ ხელისუფლებამ თავისინებით შეყო თავი, ეხლა უნდა მოძებნონ გამოსავალი, იძულებულები არიან მოძებნონ რაღაც გამოსავალი ამ ეგრეთ წოდებული საქმიდან და სწორედ ეს იყო მიზანი, ერთ-ერთი რის გამოც გენერალური პროკურორი ვანო მერაბიშვილს თხოვდა, რომ ამ საქმეზე იქნებ რაღაცნაირად ჭყალებში დამეხმარო. მე მეჩვენება, რომ მათ ისინი გახდნენ საკუთარი სიტყვების და დაპირებების მძევალი, რომ 2 წელი პირდებოდნენ, რომ რაღაც არის და ეხლა რაღაც უნდა დადონ. მე ესე მეჩვენება. თუ მე მართალი არ ვარ, უკაცრავად, თუ მე მართალი არ ვარ, კი ბატონო,
ნუ ვიქნები მართალი, ოღონდ მაშინ გამოქვეყდეს ის დამატებითი გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც ეს რაღაცაზე დაყრდნობით ეს განცხადებები ხო კეთდება წელიწადზე მეტია. ყოველ შემთხვევაში ხა როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოდის და ხაზგასმით ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩავარდა პანიკაში, იმიტომ რომ დაახსენებს ჟვანიას საქმეს, ბუნებრივია ხა ეს თუ ეს ყველაფერი სრულიად უსაფუძვლოდ კეთდება, მაშინ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და მაშინ ამ ადამიანებმა როგორც მინიმუმ პოლიტიკურად უნდა აგონ პასუხი. თუ ეს ყველაფერი რაღაცაზე დაყრდნობით კეთდება, ამას ვითხოვს სწორედ გამოაქვეყნონ ეს რაღაცა, გაიგოს საზოგადოებამაც, გაიგეთ თქვენს, გავიგებთ ჩვენს. ეს ხო არ არის რაღაცა რიგითი საქმე, არა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ეხება მოქმედი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე. თუ არსებობს რამე, გამოაქვეყნონ, დადონ, ხო არ ვიძახი რამე დავმალოთ მეთქი. ხო არ ვამბობ რომ რაღაცა მიუჩქმალოთ, პირიქით. კინო მიუჩქმალავთ, გამოვიტანოთ, დავდოთ, ვილაპარაკოთ, გამოჩნდება რომ რაღაც დამატებითი ფაქტები არსებობს და ვიღაცა დამნაშავეა. კი ბატონო, დავრწმუნდებით რომ ასეა, მაგრამ თავი დაანებონ სპეკულაციას არაფრიდან ყოველ ორ თვეში ერთხელ და ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფას რომ ორ თვეში ერთხელ ეს თემა ტრიალებს რაღაც პოლიტიკური კუთხით რომ აი ახლა დავდებთ. არის რამე, გამოიტანონ, დადონ, გაასაჯაროონ, ყველა ნახოთ რა ხდება და იმის მიხედვით ვისაუბროთ და თავი დაანებონ კონსპირაციას. მე უბრალოდ ისე ვებარებ მეჩვენება, რომ ეს ხელისუფლება ამ საქმეზე არის საკუთარი რიტორიკის მძევალი, იმდენი დაპირება გაიცა, რომ აი ახლა რაღაც იქნება, რომ აღარ იციან რა ქნან და ამიტომ განწარებული ცდილობენ ახლა რომ რაღაცა მაინც გამოვიდეს ამ საქმეზე. გასაგებია. ბატონო დავით, ძალიან ბევრი საქმე გახმაურებული, რომელიც შესაძლებელია გახდეს არაერთხელ პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობის ბევრი ლიდერის დაბარების მიზეზი. წეგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქალბატონი ეკაბესელიაც საუბრობდა იმაზე, რომ მათ მისცეს პირდაპირი რეკომენდაცია, ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება ახალი ხელისუფლების და ახალი მთავარი პროკურორის და ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, როგორც ჩანს, არის სწორედ ეს მიმართულება. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა, ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება და შურისძიება, იმიტომ რომ გაანადგურონ თქვენი პარტია. ისეთ საქმეებში დაუშვათ 26 მაისი იქნება, 7 ნოემბერი იქნება, სანდრო გირგვლიანის თემა იქნება თუ ასე შემდეგ. რატომ არის წარმოუდგენელი, რომ მართლაც იყვნენ დამნაშავე პირები, ის მაღალჩინოსნები, ვინც აი ამ ვერტიკალში იყო თავის დროზე. ამ ვერტიკალში როგორც ამბობენ, იყო სულ რამოდენიმე ადამიანი. არა, არ არის ინგა ნამდვილად წარმოუდგენელი და მე სულ ვამბობდი და ვიტყვი, რომ იმუნიტეტი არავის არ აქვს, თუ ინმე დანაშაული ჩაიდინა ან ჩაიდენს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანმა უნდა პასუხი აგოს. მიუღებელი აქვს სხვა რამეა, როდესაც მთელი რესურსი იხარჯება წარსულის გასამართლებაზე და დღეს არსებული დარღვევები რჩება აბსოლუტურად რეაგირების გარეშე. დღეს როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ის ტომარა ჩამოცმული გაიყვანეს ციხიდან, არანაირი რეაგირება ამას არ აქვს და გამოძიებაც კი არ იწყება ამ ფაქტზე. დღეს როცა დღევანდელმა პროკურორმა და მაშინდელმა ფინანსური პოლიციის უფროსმა მერიის 30 თანამშრომელი ხელბორკილებით ქუჩაში დააპატიმრა, მერე რასმუსენის და ნატოს ვიზიტის შეეშინდა, გაუშვა და იმ საღამოს ისევ დაიჭირა და სასამართლომ აღიარა, რომ ეს იყო უკანონო პატიმრობა, ამ საქმეზე არავინ დასჯილი არ არის და არაფერი არ ხდება. დღეს, როდესაც თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ თენგიზ გუნავას უკანონოდ ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკი, მაგრამ თურმე ამაში დამნაშავე არ იყო. ვერ გავიგე, საიდან გაჩნდა იარაღი მის ჯიბეში გენერირდა ეს იარაღი თუ საიდან თუ იარაღი უკანონოდ ედო, ჩაუდეს, ვიღაცამ ხო ჩაუდო, ამაზე არავინ არ დასჯილა. დღეს, როდესაც რაფალიანცის საქმის გამოძიება აბსოლუტურად გაუგებრად შეჩერდა, მაშინ როდესაც ეს იყო როგორც პოლიტიკური დროშა და ამ ადამიანს გიორგი ღვინიაშვილს შარშან დააბრალეს აბსოლუტურად არანორმალური რამ, რომ მან მოკლა რამდენიმე თვის ბავშვი. როგორც ადამიანს რო ასეთ რაღაცას აბრალებს, შეიძლება ის საქმე შემდეგ არ გამოიძიო და ეს საქმე დღეს არის გაჩერებული. მე შემიძლია ძალიან ბევრი ესეთი საქმე ჩამოგითვალოთ, რომელიც დღეს არის გაჩერებული. აი ეს არის ინგა პრობლემა, როდესაც დღევანდელ დანაშაულზე არ ხდება რეაგირება და ყველაფერი ხდება წარსულზე. როცა დღეს კახაბუცხრიკიძეს ეუბნები, რომ შენ 7 წლის წინ ვიღაცა რომ ციხიდან გაიყვანე, ამიტომ უნდა დაგკითხო. კი ბატონო, დაკითხე, მაგრამ 3 დღის წინ რო ვიღაცამ უკანონოდ გაიყვანა ციხიდან, ვანო მერაბიშვილი, ისიც დაკითხე. და როცა იმასაც დაკითხავ და იმასაც დაკითხავ, მე პირადად გპირდებით, რომ მე აღარ ვიტყვი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშწორება, მაგრამ მე როცა ვხედავ, რომ ყველაფერი მიდის წარსულ
თამბუთან ბრძოლაზე და დღეს რაც ხდება, ყველაფერი არის აბსოლუტურად უკანა პლანზე გადატანილი. Რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს საჭიროა. მაგრამ წარსულთან ბრძოლას, რასაც თქვენ ეძახით, ეს იყო ის მთავარი დაპირება ქართული ოცნების, რომელიც მან მისცა საკუთარ მხარდამჭერებს სამართლიანობის აღდგენა, ხომ? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, კიდევ ერთხელ ვაპარაკობ, პოლიტიკური დევნა საპატიმროში ზღედან ბაჩო ახალაია, ივანე მერაბიშვილი, დაუშვათ ხვალ იბარებენ ახალაიას ერთ მოადგილეს კიდევ და ასე შემდეგ, ანუ სამართლიანობის აღდგენა. თუ კი არის საზოგადოებაში ეს მოლოდინი და მოთხოვნა ბატონო დათო, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცეებში იყვნენ დამნაშავები, უნდა დაისაჯონ. მაგალითად 26 მაისი, რომელზეც ბრალი აქვს წაყენებული, ხო, თქვენს გენერალურ მდივანს. წეღან ამბობდა ეკა ბესელია, თუ კი თავად არ ხელმძღვანელობდა იმ რაღაც არანორმალურ დარბევასო, რატომ არ მოუწოდა მაშინ რომ შეჩერებულიყვნენ სპეცრაზმელებს. ანუ ბრალეულობა, მე მგონი ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში კითხვები ჩდება ამ ადამიანების მიმართ. რატომ უკავშირებთ ამას პოლიტიკურ დევნას? ინგა, ისევ მეორებ, რა არის და რა იყო დაპირება და რა იყო საზოგადოების მოლოდინი, რომ სამართლიანობა აღდგებოდა წარსულ დროში და რაც დღეს ხდება, იმაზე რეაქცია არ იქნებოდა? Როგორ შეიძლება სამართლიანობა იყოს წარსულ დროში? რა იყო საზოგადოების მოლოდინი, რომ თუ ვინმე მციხიდან უკანონოდ გაიყვანა ადამიანი 5 წლის წინ იმას დასჯიდნენ და თუ ვინმე იგივეს დღეს გააკეთებს, ეს არ დაისჯება? ეს იყო საზოგადოების მოლოდინი და ეს არის სამართლიანობის აღდგენა? ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ დღეს რაც ხდება, ყველაფერი ხდება მხოლოდ ერთი ნიშნით. ყველაფერი ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან პოლიტიკურ ოპოზიციაში. ისევე მეორე, დღეს, როდესაც კახა ბუცხრიკიძეს გადასცეს უწყება რომ უკანონოდ გაიყვანა ადამიანი ციხიდან, ასეთივე უწყება რომ გადაცემოდა დღევანდელ გენერალურ პროკურორს ფარცხალაძეს 3 დღის წინ გაიყვანა თუ არა ვანო მერაბიშვილი ტომარა ჩამოცმული ციხიდან, მე დღეს თქვენთან მოვიდოდი და გპირდებით, რომ ვიტყოდი რომ ყოჩახ მთავრობას, რომელიც სამართლიანად იქცევა და რომელიც კანონს იცავს მეთქი, მაგრამ აი გპირდებით რომ ამას ვიზავდი და კიდე ვიზავ თუ მთავრობა ამას გააკეთებს, მაგრამ მაშინ როცა მე ვხედავ, რომ ეს ეგრეთ წოდებული სამართლიანობა ეხება მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრებს და მხოლოდ წარსულს და დღევანდელი ხელისუფლების წევრებზე ეს არ მოქმედებს, ეს არც სამართლიანობაა, ინგა და არც საზოგადოების დაკვეთა. სამართლიანობა პირველ რიგში უნდა იყოს დღეს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რა იყო გუშინ, მაგრამ თუ შენ მარტო გუშინს უყურებ და დღევანდელ დარღვევებზე არ გაქვს რეაგირება, ეს არ არის სამართლიანობა. კი ბატონო, თუმცა ასეთი კითხვების დასმის უფლებაო ნებისმიერი ოპონენტი გეტყოდათ, არა აქვს ალბათ იმ პოლიტიკურ ძალას, იგივე მთავარ პროკურორთან დაკავშირებით, რომლის გენერალური პროკურორი იყო ადეიშვილი და რომლის კაბინეტებში ხდებოდა მთელი რიგი საშინელებები, არ ვიცი, ადამიანების მიყვანა, ღამით გადაფორმება, ქონების დაპატიმრება და ასე შემდეგ. ჩვენი გენერალური პროკურორი იყო მურთაზ ოდელავა, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში და ეს ადამიანი თავისი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში, იმიტომ რომ მან თქვა, რომ არაფერი დასამალი არ აქვს და მზად არის, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ისევე როგორც უნგრეთში არის ადეიშვილი, მაგრამ იგი არ ჩამოდის და ესეთი ადამიანი იყო გენერალური პროკურორი, მათ შორის მურთაზ ოდელავა, რომელიც ფიქრობ, რომ მისაბაძი მაგალითია თავისი პატიოსნებით. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავშესაფარი, ჩამოვიდა და აცხადებს, რომ მზად არის, რომ ყველაფერს გასცეს პასუხი. და რაც შეეხება დანარჩენს ინგა, ხა თუ რაიმე იყო პრობლემური, კიდევ მეორებ, გამოძიებებიც მიდის და თავისთავად არც ერთ ადამიანს იმუნიტეტი არ აქვს, მაგრამ პრობლემა ჩდება იქ და მაშინ, როდესაც ყველაფერი არის მიმართული ერთი კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად და არა ზოგადად მართლაც სამართლიანობის და წესრიგისთვის და ის რომ დღეს არსებულ ფაქტებზე ხდება თვალის დახუჭვა, აი თუნდაც მე წეღან უსმენდი ქალბატონ ეკას, რომელიც მთელ ვერსიებს აყალიბებდა, რატომ მოიტყუა ვანო მერაბიშვილმა. ახლა შეუძლია ქალბატონ ეკას თქვას, რომ მას არ ჯერა ვანო მერაბიშვილის. მე შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მჯერა ირაკლი ფარცხალაძის. რა ვქნათ ახლა დავჯდეთ და ყავა დავლიოთ და ვიმკითხაოთ, კარტი გავშალოთ და ავტუზოთ თუ როგორ დავადგინოთ ჭეშმარიტება. აბა რა, როცა არის ესეთი ფაქტი, მერაბიშვილის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს ყველა პატიმრის აბსურდულ განცხადების გამოსაძიებლად არც არია. მერაბიშვილი არის რიგითი პატიმარი, მის გარდა ასეთი 10,000 პატიმარია და ყველამ რომ ვანო მერაბიშვილი გახლავთ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ უსურვებთ ციხეში წასვლას ამ ქვეყანაში, მაგრამ არც ერთი პრემიერ-მინისტრი ყოფილი, რომელიც ციხეში წავა ამ ქვეყნის არ იქნება არასდროს რიგითი პატიმარი. ეს არის პოლიტიკური შემთხვევა. ვანო მერაბიშვილი არის ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ის არის პოლიტიკოსი და როდესაც ასეთი ადამიანი ამბობს, რომ ტომარა ჩამოცმული გაიყვანეს გარეთ, სადაც გენერალურმა პროკურორმა პირადად უკაცრავად ამ ჟარგონისთვის და აკაჩავა, ეს არის საგანგაშო განცხადება. ამისი არ გამოძიება როგორ შეიძლება. მოდი ერთი წამით დაუშვათ, რომ ვანო მერაბიშვილი ტყუის.
თქვენ გესმით რა არის ამ ტყუილის ფასი ვანო მერაბიშვილისთვის? ეს მას საბოლოო წერტილს დაუსვავს და გაანადგურებს. ანუ კადრების ამოღებით დადგინდება სიმართლე, მაგრამ თუ არ ვწდები სოზარ სუბარის მიერ დასახელებული ვადა, იწურება ზუსტად 4 დღეში. იგი საუბრობდა იმაზე, რომ 10 დღეში ერთხელ იშლება ეს ფილმი. ეს კადრები შეიძლება ამოღებულიყო გუშინწინაც, გუშინაც, დღესაც, ხვალაც. მით უმეტეს მე გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს. არ არის საუბარი მხოლოდ პერიმეტრის კადრებზე. ვანო მერაბიშვილს კამერაში უყენია ვიდეო, რომელიც 24 საათი იწერს მას და ამ ვიდეო კადრების ამოსაღებად საკმარისი არის თვითონ ვანო მერაბიშვილის მოთხოვნა, რომ ამოიღონ მისი კადრები. ასეთი მოთხოვნა მერაბიშვილს გაკეთებული აქვს და არაძლევენ მის ადვოკატებს მის ვიდეო კამერაში გადაღებულ ვიდეოსაც კი. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, თუ ვანო მერაბიშვილი ტყუის, მაშინ რა მოტივი აქვს ამ ხელისუფლებას, რომ არ ამხელს მას ტყუილში? აი აქ ზის ეკაბესელია და მკითხაობს, რომ ვანო მერაბიშვილი ტყუის, იმიტომ რომ ეშინია ჟვანიასი საქმის გახსნის და სინამდვილეში მას სუბარს უდევს ვიდეოფირი, რომლითაც ამტკიცებს, რომ მერაბიშვილი ტყუის და ის ამ ვიდეოფირს არ აქვეყნებს. აი ამიხსენით ვინმე ამისი ლოგიკა და კი ბატონო. ანუ ჩვენი მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, კინო ვიმკითხავებთ. კინო მართლა კარც კინო გავშლით, რომ რომელი ტყუის, ეს ტყუის თუ ის ტყუის. არის განცხადება. ასეთ ტიპის განცხადებაზე პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. დაიწყოს გამოძიება, ამოვიღოთ ვიდეოფირები, ნახავთ, რომ ტყუის ვანო მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილისთვის ეს იქნება უმძიმესი პოლიტიკური დარტყმა, პირდაპირ ვიძახი, ისე როგორც ბევრი ჩვენგანისთვის. მაგრამ ამოვიღოთ და ვნახოთ და ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ბოლომდე ეწინააღმდეგება გამოძიებას და ფირების ამოღებას, ჩემთვის ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ვანო მერაბიშვილი ამბობს მართალს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არანაირი განმარტება და ლოგიკა არ აქვს. რატო არ იყენებს ხელისუფლება ამ ფაქტს, რატო არ ამხელს მერაბიშვილს ტყუილში და რატო არ იღებს ფირებში. ზღაპრებს ხსავენ, რომ თურმე ციხეში შეეშინდა და თურმე ხარშილაძის დაჭერის შეეშინდა და ამ თურმეების მოგონებას არ ურჩევნიათ ფირი ამოიღონ და თუ მართლა ტყუის ეს ადამიანი დოკუმენტურად დაუმტკიცონ ყველას, რომ ტყუის. მე უბრალოდ ლოგიკას ვერ ვხედავ, გარდა ერთისა. ვანო მერაბიშვილი არის მართალი, ხელისუფლებას ეშინია ამ სიმართლის, ამიტომ არ იღებს ფირებს. შეიძლება იყოს მეორე ტაქტიკაც, გაწელავენ დროს 10 დღემდე, როცა როგორც ბატონმა სუბარმა თქვა, შემდეგ ფირები ნადგურდება, მე-11 დღეს დაიწყებენ გამოძიებას და მე-12 დღეს ბატონი სუბარი ყველას ამცნობს, რომ ვადა გაუვიდა იმ ფირებს და ამიტომ ვეღარ ამოვიღებს. ესეც შესაძლებელია, მაგრამ ესეც ამტკიცებს იმას, რომ მერაბიშვილი არის მართალი. მე ვამბობ, რომ არის მართალი. ვინმე მეუბნება, რომ არ არის მერაბიშვილი მართალი, ამოვიღოთ ფირი და უყუროთ ერთად. აი ეს არის მეტი რა ვთქვა, მეტი რა შევთავაზო. კი ბატონო, მე რეკლამა უნდა გამოაცხადო ეთერში და შემდეგ ორ კითხვას დაგისვავ თქვენებართვით და ეს შეკითხვები ძირითადად შეეხება გიგი უგულავას. მან გუშინ გააკეთა განცხადება პროკურატურის წინ მის მხარდასაჭერად შეკრებილ აქციაზე, რომ სინამდვილეში მისი დაბარება თითქოს პროკურატურაში უკავშირდება მოახლოებული არჩევნების თემას და დედაქალაქის მერის არჩევნებს. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ საუბარს დავით ბაქრაძესთან. დაგველოდეთ. განვაგრძობთ გადაცემას, ჩვენი სტუმარია დავით ბაქრაძე. საუბრის ბოლოს მინდა ორი შეკითხვა დაგისვათ. ერთი უკავშირდება გიგი უგულავას. ბატონო დავით, უგულავა ამბობს, რომ მისი დაბარება პროკურატურაში უკავშირდება მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მე ერთ კონტექსტში უნდა დაგისვათ ეს შეკითხვა. წეგან თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ორკესტრირებულად ხდებაო ეს დაბარებები, დაპატიმრებები, დაკითხვები და ასე შემდეგ. რას უკავშირებთ, რატომ ასე ორკესტრირებულად და თუ არსებობს დაუშვათ კითხვები, იგივე თბილისის განვითარების ფონდი, რაზეც გუშინ იყო დაბარებული დედაქალაქის მოქმედი მერი, არ უნდა დაიბარონ იგი პროკურატურაში? ინგა სუერთი რა იგივეს პასუხი მიწევს, რომ თუ ვინმე არის დამნაშავე, რა თქმა უნდა, ან არსებობს კითხვები, რა თქმა უნდა დაიბარონ. საკითხი შეეხება რა ტიპის კითხვებია, რა გამოძიების შედეგად მივდივართ და როგორ ხდება და რა მიზნით ხდება ეს გამოძიება. ანუ ყველა გამოძიება არის გამოძიება. თქვენ რა გონიათ, როდესაც სადღაც თქვა სიტყვაზე ბელორუსში ვიღაცა არის დაპატიმრებული, მის მიმართაც გამოძიება მიდის. ყველა გამოძიებაა, მაგრამ განსხვავება სწორედ ამ დეტალებშია. ამოცანა რა არის, როგორ მიდის და რა არის საბოლოო შედეგი ამ გამოძიებების. ამიტომ თავისთავად გამოძიებაში ცუდი არაფერი არ არის, ისევე როგორც იმაში, რომ ადამიანმა კითხვებს უნდა უპასუხოს. მაგრამ
ამ კონკრეტულ შემთხვევაზეც ეს არის ის საქმე, რომელიც რამდენიმე თვის წინ პროკურატურამ გამოაცხადა, რომ იყო ასეთი საქმე, აღიძრა კონკრეტული საქმე კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, მოხდა მათი დაკითხვაც, მათ მიცეს ჩვენებებიც, არც ერთ ამ ჩვენებაში გიგი უგულავა არ ფიგურირებდა და მთელი ამ თვეების მანძილზე უგულავას სახელი არანაირად არ იყო ამ საქმესთან დაკავშირებული. შემდეგ აეხლა რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად სინქრონულად, როცა განახლდა აბსოლუტურად ყველა საქმე ერთდროულად და როდესაც ერთდროულად ყველა ადამიანის დაბარება მოხდა ხელახლა პროკურატურაში, დაწყებული ადიგენის გამგებელით და დასრულებული აი ვიცემერით და მერიის მაღალჩინოსნებით, სინქრონულად 2 დღის მანძილზე მოხდა ყველა საქმის გახსნა და ყველა ადამიანის ხელახლა დაბარება პროკურატურაში. ეს ადამიანებიც ხელახლა დაიბარეს პროკურატურაში. პროკურატურიდან გამოსულმა ამ ადამიანებმა გააკეთეს განცხადება, რომ იქ მათ აიძულებდნენ, რომ ჩვენება მიეცათ გიგი უგულავას წინააღმდეგ, რაც მათ არ გააკეთეს და ამის მეორე დღეს უკვე პროკურატურაში იბარებენ გიგი უგულავას ბრალის წასაყენებლად. ანუ აი ეს სქემა, ესეთი სინქრონიზაცია, ეს სქემა, როდესაც არ იყო არანაირი მასალა, შემდეგ თვეების მანძილზე იყო გაჩერებული და შემდეგ უეცრად და დარტყმით მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება. აი პროცესი, სქემა, მიმდინარეობა, ეს ყველაფერი აჩენს ამ ეჭვებს და ამ კითხვის ნიშნებს და არა ის, რომ ზოგადად გამოძიება უნდა მიდიოდეს თუ არ უნდა მიდიოდეს. რა თქმა უნდა, უნდა მიდიოდეს და ამაზე ვინ დავობს, რომ თუ რაიმე დარღვევა ამ მთავრობამაც უნდა გამოიძიოს და მომავალმა მთავრობამაც და წინა მთავრობასაც ბევრი ქონდა გამოძიებული. ამიტომ სხვა რამეზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ვინმე უნდა იღეს გამოძიების გარეთ. რაც შეეხება კონკრეტულად უგულავას, რა თქმა უნდა, იწყება ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება. ჩვენ ვთქვით, რომ პარტიაში მოხდება, რა თქმა უნდა, კონკურენტულად თბილისის მერობის კანდიდატის არჩევა, მაგრამ დასამალი ნამდვილად არ არის, რომ ამ პროცესში გიგი უგულავა იქნება ჩვენი ძირითადი კანდიდატი პარტიის, ისე როგორც სხვათა შორის იმ დროს, როცა დააპატიმრეს ვანო მერაბიშვილი იყო ძირითადი კანდიდატი პრეზიდენტობის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ანუ ესეც რაღაცას ხო არ აკეთებთ ახლა გიგი უგულავასთვის გუში ვანო მერაბიშვილმა შესთავაზა 4 კაციანი საკანი მაქვს და ციხის პირობებსაც მე არ მინდა ნამდვილად ეს ცუდი პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ აქაც საინტერესო თანხვედრა არის. ზუსტად მაშინ, როდესაც ვიწყებდით მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მაშინდელი მთავარი კანდიდატის დაკავება მოხდა. ეხლა როცა ვიწყებთ მზადებას ადგილობრივი არჩევნებისთვის, ეხლანდელი მთავარი კანდიდატის წინააღმდეგ განახლდა უცებ და ერთდროულად ყველა ეს საქმე, ისევე მეორე საქმე, რომელიც თვეების წინ დაიწყო პროკურატურამ, რომელიც შემდეგ გაჩერდა, რომელშიც არანაირი ახალი გარემოება არ ყოფილა და უცებ აეხლა ესე დარტყმით აღმოჩნდა, რომ ამაში გიგი უგულავას ბრალი ურევია და უნდა სასამართლოს წინაშე წარდგეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, გიგის შეფასება თვითონ იყო, რომ ეს უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს და მთავრობამ ამითი დაიწყო მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. მე გავიზიარებდი ამ შეფასებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამ შეფასებას გადამათქმევიებს. მე არ მაქვს სიმართლე გითხრათ ოპტიმიზმის საფუძველი, ვხედავ რა ყველაფერს რას დღეს ხდება, ვხედავ რა იმას, რომ ყველა საქმის გამოძიება დაიწყო ისევ ერთდროულად, ვხედავ იმას, რომ უკვე დეპუტატების ღიად დაბარება დაიწყეს დაკითხვებზე, ვხედავ იმას, რომ ქალაქის მერის მიყვანა მოხდა, ვხედავ იმას, რომ ფაქტიურად მთელი ფრონტით, სრული ფრონტით ხდება შეტევა ნაციონალურ მოძრაობაზე. ამის გამო მე არ მაქვს განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თვითონ არჩევნები გარკვეულწილად გახდება შემაკავებელი ფაქტორი მთავრობისთვის და გარკვეულწილად არჩევნები, საარჩევნო გარემო და უცხოელი დამკვირვებლები დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ მივახციოთ არჩევნებამდე და ყველა ჩვენი კანდიდატი, ვის დასახელებასაც დავაპირებთ, არ მოხვდეს ციხეში. კარგი, და სულ ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, თუ თქვენს ლოგიკას და ინფორმაციას მიუყვებით და დაუშვათ ვანო მერაბიშვილი, რასაც ამბობს, ეს არის 100%-იანი და მართლა იყო თავად ფარცხალაძის მხრიდან მასზე მუხარები და მოთხოვნა, რომ ჟვანია საქმეზე და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე მიეცა ჩვენება. აქედან გამომდინარე, ელი თუ არა, რომ შესაძლებელია პროკურატურაში ისევე როგორც დედაქალაქის მერი, ყოფილი პრემიერი და ასე შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს დაიბარონ მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ რომ ეკაბესელია ისევ ვიტყვი, წეგან საუბრობდა, რომ ვერტიკალში მყოფი აი იმ დაჯგუფების იმ რეჟიმის მთავარი ფიგურები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ამ ვერტიკალი იყო მიხეილ სააკაშვილიო. რატომ ითხოვდნენ, თუ ეს ინფორმაცია არის 100%-იანი, ვანო მერაბიშვილისგან მთავარი პროკურორი რატომ ითხოვდა სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ჩვენებას? ეს ინფორმაცია რომ 100%-იანი იყოს, ის ანგარიშებიც ეწოდინებოდათ, ასე რომ ის რომ ვანო მერაბიშვილის ინფორმაციაში გულისხმობ ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება თუ 100%-ით მართალია თუ დაუშვათ. კი, ვანო მერაბიშვილის განცხადება ნამდვილად მართალია და მე ამაში დარწმუნებული ვიქნები, სანამ ხელისუფლება არ ამოიღებს ფირებს და მე თქვენს და ყველას ერთად არ გვაჩვენებს რა იყო იმ ფირში, მანამდე ყოველთვის ვიტყვი რომ ეს არის სიმართლე.
რაც შეეხება სააკაშვილის დაბარებას, სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, მე უბრალოდ მართლა ვწუხوار ერთ რამეზე. ამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გქონდა რეალური შანსი, რომ ქვეყანა გადაგვეყვანა სხვა სიბრტყეში. იმის შემდეგ, რაც მე პირადად, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, მთელი ჩემი კამპანია ჩავატარე ისე სრულიად შეგნებულად, რომ არც ერთხელ არ დამიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ მთავრობის ლეგიტიმურობა. არც ერთხელ არ მithქვია, რომ ეს არის უკანონო ან არალეგიტიმური ან რეჟიმი, როგორც ამას მუდმივად ვიყავით მიჩვეული. არც ერთხელ არ მithქვია ადამიანებისთვის, რომ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და გადავაგდოთ მთავრობა და ვიაროთ რევოლუციის გზით. პირიქით, სულ იმას ვამბობდი, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენი ხალხის არჩევანს, ეს არის მთავრობა, რომელიც ყავს და უნდა გავაკონტროლოთ ეს მთავრობა და საქმე გავაკეთებიოთ. ასეთი კამპანია ოპოზიციას არც ერთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში არ ჩაუტარებია. მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველივე საღამოს მე პირადად საჯაროდ გამოვედი და მიულოცე გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება. მას შემდეგ, რაც ქართული პოლიტიკური სივრცე ყოველ შემთხვევაში ხილულად დატოვა ორმა მთავარმა მოთამაშემ, ივანიშვილმა და სააკაშვილმა. ამ ყველაფრის ფონზე მე იმედი მქონდა, რომ ჩვენ გაგვიჩნდა შანსი, რომ დაგველაგებია ეს პოლიტიკური სივრცე და გადავსულიყავით იმ სიბრტყეში, სადაც ერთმანეთის ჭამის და ერთმანეთზე ნადირობის მაგივრად შევძლებდით ერთად ნორმალურად მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანა წასულიყო წინ. იმიტომ რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა ოპონენტებმა, დღეს მთავარი პრობლემა მოსახლეობისთვის არის არა ის, რა გააკეთა კახა ბუცხრიკიძემ 7 წლის წინ, არამედ ის, რამდენი ადამიანი იშოვის სამსახურს ხვალ, რამდენი იქნება ხელფასი ზეგ, როგორი იქნება გადასახადი მაზეგ და საწავა ჩვენი ეკონომიკა იმის მერე. და მე ძალიან წუხوار, რომ დღევანდელი მთავრობისთვის ხელისუფლება და ძალაუფლება ვერ გაცდა პროკურატურის და შიდა გასაქმეთა სამინისტროს ფარგლებს, ვერ გაცდა. თქვენც ასე იწყებდით, გაგახსენებთ 2003 წელს პირდაპირ ეთერში დაპატიმრებები საკრებულოში შევარდნებით და ბოლომდე არ დაგეთანხმებით ინგა, ბოლომდე არ დაგეთანხმებით ინგა, იმიტომ რომ მაშინ იყო რევოლუცია და არ გყოლია ოპონენტები, რომელიც მოგვილოცავდნენ გამარჯვებას განსხვავებით ამისგან, მაგრამ თუნდაც ის გამოცდილება, რაც ჩვენ გქონდა ცუდი, უნდა იყოს მაგალითი. და მე ისევ ვიმეორებ, მე ნამდვილად იმედი მქონდა, რომ აი ეს ყველაფერი, ესე ჩატარებული კამპანია, როდესაც ამბობენ, რომ წყნარი კამპანია იყო. თქვენ რა გგონიათ, პრობლემები არ გქონდა? 40 შემთხვევა მქონდა დათვლილი, როდესაც ქართული ოცნების აქტივისტები ჩემ შეხვედრაზე მოვიდნენ და შეეცადნენ ხელის შეშლას. მე შემეძლო 40 ჩხუბის პროვოცირება და ყოველთვის ვიქნებოდი მართალი, იმიტომ რომ ისინი მოდიოდნენ ჩემ შეხვედრაზე. ყველა შემთხვევაში და ამას უყურებენ იმედია ის ადამიანები, ვინც მოდიოდნენ, ყველა შემთხვევაში ჩემი არჩევანი იყო, რომ წყნარად და მშვიდად დამემთავრებია შეხვედრა ჩხუბის გარეშე. რატო? იმიტომ რომ მე მჯეროდა და მჯერა, რომ ამ ქვეყანას ჭირდება სიმშვიდე და გაკეთებული საქმე. ამიტომ მე მართლა იმედი მქონდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ შევძლებდით სიტუაციის დალაგებას. ეს არ გულისხმობს არავის იმუნიტეტს. კი ბატონო, საქმეებიც გამოიძიონ, კი ბატონო, პასუხიც აგოს დამნაშავე, მაგრამ თავარი ამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს თავარი და ერთადერთი ახალი ამბავი, რომ არიქა აი ვიღაცას იჭერენ, ვიღაცას სადღაც იბარებენ. თავარი ამბავი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ბიუჯეტი არის უკეთესი და არა ისეთი, როგორც წელს რო გაირღვა მილიარდით, რომ ჩვენი ეკონომიკა მიდის წინ და არა ისე, როგორც წელს რო მილიარდ ნახევარი დავკარგეთ, რომ ჩვენი ხალხს აქვს მეტი სამუშაო ადგილი, რომ ადამიანები, აი ეს არის პასუხისმგებლობა მთავრობის და მე ძალიან გული მწყდება, რომ მთავრობისთვის ხელისუფლებაში ყოფნა პირველ რიგში ასოცირდება სწორედ ძალოვან ინსტრუმენტებთან და იმასთან, რომ ადამიანები დაიჭიროს და არა იმასთან, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად იმუშაოს იმისთვის, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთესად. ისე ასრულებთ ხოლმე ყველა შეკითხვაზე, რომ მომენტალურად მიწევს რეპლიკების კეთება, რომ თქვენი ხელისუფლებაც იდგა ძალოვან სტრუქტურებზე, რომ თქვენი ხელისუფლების ხერხემალი იყო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მთავარი დასაყრდენი ძალა იყო სწორედ ძალოვანი სტრუქტურა. ჩვენ ხელისუფლებას საკუთარი შეცდომები ეყოფა იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ დღევანდელი შეცდომებით აღარ დაამძიმოს ქვეყნის მდგომარეობა. თუმცა ჩვენი ხელისუფლების დროს 10 წელიწადში 12 ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი დავახვედრეთ და ყოველწლიურად ეკონომიკის ზრდა 6 და 8% იყო. როგორც ბრალდსკდები პროკურატურაში დაბარებული მეწარმეების ხარჯზე და გადაფორმებული ქონებების ხარჯზე და მილიონების ხარჯზე. ყველაფერი იცის ამ ქვეყანაში ინგა, პრობლემა რა იყო ბიზნესმა ძალიან კარგად იცის და პრობლემა იყო კერძო საკუთრება და პრობლემა იყო ბიზნესის გარკვეული იძულება რაღაც პროექტებში ჩასართავად, მაგრამ არც ერთი ბიზნესმენი თქვენ არ დაგიდასტურებთ, რომ წინა წლებში წინასწარ გადახდა ხდებოდა გადასახადებით, რასაც ამას მე მყავდა ბიზნესმენები ბატონო დავით ბევრი ერთ გადაცემაში და ისინი ამბობდნენ, რომ ავტოფარეხებში 2 მილიონს ახდენებდნენ. სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობს დღევანდელი მთავრობა, რომ ჩვენ თურმე წინასწარ გადავახდევიეთ მილიარდ ნახევარი და ამიტომ არის დღეს ბიუჯეტში გარღვევა. არც ერთი ბიზნესმენისთვის
ჩვენ წინასწარ თანხა არ გადაგვიხდევინებია და ამას გეტყვით ყველა ბიზნესმენი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ იმალება. ჩვენ რასაც არასწორად ვაკეთებდით ბიზნესთან მიმართებაში, ამაზე მე თქვენს ეთერშიც მაქვს ნასაუბრები და ბევრგან სხვაგანაც, მაგრამ არსად არასდროს წინასწარ თანხა არ გადაგვიხდევინებია და ის რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, უბრალოდ საკუთარ უნიათობას ამართლებს ტყუილით და ამ ტყუილზე ხვალ, ზეგ და მაზეგ ყველა ჩვენგანი ერთად მოვიტეხავთ კისერს, იმიტომ რომ ჩვენმა დატოვებულმა ბიუჯეტმა გაუძლო მილიარდიან გარღვევას და აი წლევანდელი ბიუჯეტი 2014 წლის ბიუჯეტი მილიარდიან გარღვევას ვეღარ გაუძლებს და მაშინ ყველა ერთად მოვიტეხავთ კისერს ამ ქვეყანაში. ეს მთავრობაც, წინა მთავრობას, თქვენც და ყველა ის ადამიანიც, ვინც ახლა გვიყურებს და მე ძალიან მწუხვარ, რომ ამაზე ზრუნვის და ამის ერთად გაკეთების მაგივრად ხელისუფლება დღეს მთელ თავის რესურსს ახარჯავს პოლიტიკურ ანგარიშწორებას და ადამიანების დევნას. აი ეს არის ყველაზე ცუდი, რაც დღეს ხდება. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატება და მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ვნახოთ ხო რა მოხდება პროკურატურაში, როდესაც ბატონი ღვინიაშვილი და ბატონი ბუცხრიკიძე მივლენ. კარგად ბრძანდებოდეთ. მაშასე თქვენ უსმენთ უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს. მე ამ გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ხვალ საღამოს 8-ზე მთავარი თემებით. კარგად ბრძანდებოდეთ.